მე მივესალმები კაცმანის პოდკასტის ყველა მაყურებელს თუ მსმენელს. დღევანდელ გამოშვებაში მყავს განსაკუთრებული სტუმარი. მეცეს ყოველთვის განსაკუთრებული სტუმარი მყავს. ისე არ არის. ესე უბრალოდ არ არის ამბავი. თემუკა უსტიაშვილი არის ჩემი სტუმარი დღეს GT Group-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რომელთან ერთად მაკავშირებს ბევრი სამოხმარებლო გამოცდილება. და მაკავშირებს მეგობრობა და მაკავშირებს თანხwebdriver კიდე რაღაცეებში, შეიძლება ფასეულობებში, შეიძლება ფიქრებში, რაღაცეებში და ბევრი გვისაუბრია მაგაზე. მადლობა პირველ რიგში რომ დათანხმდი ჩაწერაზე, მოხვედი სტუმრად და welcome. დიდი მადლობა მოპატიჟებისთვის და კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს ფერმისში. რა მაგარია, იმიტომ ძირითადად მე მოვდივარ შენთან. ხო, მე მოვდივარ შენთან. ბოლო 15 წელია და ეხა ამ ბოლო დროს რამოდენიმე თვე არ გამოჩენივარ, მინდა აღვნიშნო ეგ ფაქტი. მგონი ეგეც ჩემი დამსახურება. ეგეც ჩემი დამსახურება. ოღონდ კარგი გაგებით. თემუკას თავარი ფრაზა არის ყოველთვის არიჩი მანქანა და მეტი აღარ მოხვიდე. ერთ-ერთი თავარი თემა არის ეგ, იმიტომ რომ სხვადასხვა მინდა ეგ ისტორია მოგიყვე. მე ბავშვობაში ცხოვრობდი პეკინზე ელექტრონიკის თავზე. გახსოვს ეგეთი მაღაზია? ბაბუაჩემი ცხოვრობდა ორბიტის თავზე და ხშირად დავდიოდი ელექტრონიკის მაღაზიაში. იქვე. ხო და ელექტრონიკაში იყიდებოდნენ მანქანის მოდელები. აი, მაგით დავდიოდი ზუსტად. და მაგ მოდელების პონჩი მამაჩემი იშვიათად მაძლევდა ფულს, რომ ეს ყველა მოდელი მინდოდა გულწრფელად ბავშვობაში მან. მოკლედ, მას მე დიდი დრო გავიზარდე. აი ესეთი განცდა მაქვს, რომ იმ ელექტრონიკაში დავდივარ და დღემდე ვყიდულობ ჩემთვის იმ მანქანებს, რომელიც ბავშვობაში არ მეყო. აი ესეთი განცდა მაქვს. შენგენაცვალეს აშკო მეც მაქვს ასეთი განცდა დღემდე. მეც ყოველ თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ ვყიდულობ. ხო და სათამაშოს ვეძახი, იცი, რომ მე დღემდე სათამაშოს ვეძახი მანქანას. Boys Toys. აი ზუსტად ეგრე არის Boys Toys. მაგრამ მიღმა მაგისა მინდა პირდაპირ გადავხტე და კითხო. მე მიმაჩნია, რომ ბევრი მანქანის დილერთან მქონია ურთიერთობა ცხოვრებაში, ჩემი გატაცებიდან გამომდინარე და ბევრი პარამეტრიდან გამომდინარე, მithქვია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სელერი ხარ მანქანებში. მადლობა შეფასებისთვის. და როგორ გამოგდის ეგ? როგორ გამოგდის, რომ ასე ეფექტურად გაყიდო საკმაოდ ისეთი ემოციური და საკმაოდ არც ისე იაფფასიანი, პირდაპირ რა ვთქვათ, რომ საკმაოდ მაღალფასიანი მანქანა, თუმცა შენ პორტფელში ვიცი რომ ბევრნაირი მანქანა არის, მაგრამ მე რა მანქანაზეც ვლაპარაკობ? ხო, ანუ როგორ გამოგდის ეგ? აი როგორ გამოგდის, რომ ადამიანს კი არ შეტენო, არამედ მიიყიდო ისე, რომ ბოლოს მადლობა გითხრას. ხო, ალბათ ბუნებრივად ერთი, მეორე ის რომ უნდა გიყვარდეს იმას, რასაც აკეთებ და უნდა გჯეროდეს თუნდაც იმ პროდუქტის, რასაც თავაზობ. მე რასაც გთავაზობ, ყველა გატესტილი მყავს აბსოლუტურად და ხშირად ყოფილა ის, რომ მithქვი, აი ეს არ მომწონს, ეს მომწონს. და მე მაგაზე დიდხანს გვისაუბრია. ეგ მოდის თუნდაც პრაქტიკით ის, რომ ის პროდუქტი, რასაც შენ თავაზობ, შენ თან უნდა ნახო როგორია. როგორც მე რომ მკითხო რესტორანში მიმტანს, რო იკითხები რომელი პროდუქტია კარგი, ჯერ მას უნდა კონდეს გასინჯული და მე უნდა შეთავაზოს მის მომხმარებელს. მაგ პრინციპით თუ შევხედავთ, ფაქტიურად იაფფასიანი იქნება ეს თუ საშუალოფასიანი ან მაღალფასიანი, აბსოლუტურად სულ ყველა მანქანას პირადად ტესტავ. პირადად ყიდულობ და მაგიტომაც გითხარი ხშირად ვცვლით თქვა. ხო, მაგრამ როგორ რაღაცა არის, იცი, დღეს ხო GT Group-ი დიდი კომპანია საკმაოდ. ბევრი თანამშრომელი ყავს, ბევრი სხვა მიმართულებით და ხო შეიძლება სხვა მას გატესტოს, მაგრამ რატო აკეთებ ისევ შენ მაგას?
სხვაც ტესტავს, მაგრამ მიყვარს, რასაც ვაკეთებ. ანუ ერთს გეტყოდი, რომ GT გრუპი არის 100% დაფუძნებული და GT გრუპის მიერ არის დაფუძნებული 100% GT Motors-ი. Motors-ი არის მსუბუქი მანქანების თვალსაზრისით იმპორტიორი საქართველოში და არა მარტო საქართველოში და გრუპი უფრო მძიმე ტექნიკას ემსახურება. 2003-ში პირველად რომ ჩამოვიყვანეთ მაგალითად სატვირთო მანქანები, Ford-ის სატვირთო მანქანები პირადად ვიჯექი მე თვითონ დავატარებდი, მაინტერესებდა. გააქვს მართვის არ მაქვს მართვის ხოცობა და დავდიოდი. ანუ გამოფენა იყო მაშინ სატვირთო ტექნიკის და საგამოფენო სივრცემდე უნდა მიგვიყვანა რა და მძღოლები რომ დავითვალეთ, არ ვყოფნიდა იმდენი მძღოლი დავდექი და ერთზე მე დავჯექი და წამოვიყვანე. ანუ ეგ ის გატესტილი ყავს? კი. რა გიوار შენ თვითონ მანქანაში, არა იმიტომ რომ მანქანები ჩამოყავს და ყიდი, მაგრამ ნუ შენ რაღაც შენი ფეშენი გაქვს და აი რა არის შენი ფეშენი იმ პროდუქტში, რომელსაც თავაზობ ხალხს? საკმაოდ ისეთი ვარ, რა ქვია, ასე ვთქვათ, წუნია და ხშირ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ მანქანაში რომელშიც დავუჯდები, არ უნდა მესმოდეს რაღაცა ისეთი ხმა, რომელიც არის გამოწვეული CIAP-დან მასალას გულისხმობ, თუნდაც ეგრეთ წოდებულ, ანუ პაჩებნიკს გულისხმობ, რომლის ანუ იაფასიან მანქანებში ხშირად არის ეგ რო ჩაჯდები და გესმის ეს ხმა. იზოლაციას ვაკვირდები, ქცევას მანქანა როგორ დადის, თუნდაც ცუდ გზაზე, კარგ გზაზე, მაღალ სიჩქარეებზე, მაღალი სიჩქარეების დროს როგორი ქცევა, მუხრუჭები როგორი აქვს და ამის შემდეგ ვაფასებ მანქანას. ანუ მიყვარს სპორტული მანქანები, მიყვარს ყველგანმავლები, SUV. ჩვენი პირობებისთვის ვიტყოდი, რომ აშკარად ბევრად პრაქტიკული უფრო არის SUV. ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, იმიტომ რომ წყალი მიყვარს მე ძალიან და ხშირად ზაფხულში ზამთარში შეიძლება განსაკუთრებით ზამთარში ზღვაზე ვიღაცა დაინახოთ, რომელიც სრიალებს და ბათუმში. ეს მე ვარ ძირითადად, იმიტომ რომ კაცშვილი სხვა მაგ დროს არ ჩადის ზღვაზე და ეგეთ კატერებს გადაყვანა ჭირდება და მე თვითონ მომწონს რომ მე თვითონ გადამყავს. აქედან გამომდინარე SUV-ებიც ხშირად მყავს, რომელსაც უკან ჩასაბმელი ფუნქცია აქვს და დავდივარ კიდევაც მასზე. რას გაძლევს სრიალი? განტვირთვას პირველ რიგში, იმიტომ რომ ბიზნესში ხშირადაა, მე მგონი შენც გექნებოდა ის, რომ აი რაღაცით გადაიღალე და როგორც ტელეფონს ან კომპიუტერს ჭირდება გადატვირთვა, გჭირდება შენც გადატვირთვა და მე თუნდაც 1 საათიანი სრიალი ან 1 დღიანი წასვლა ბათუმში და მთელი დღე ზღვაში ყოფნა განტვირთვას მაძლევს, ახალ სტიმულს მაძლევს, ემოციებს მაძლევს და უკან რო ბრუნდები ძალას მაძლევს კიდე რომ უფრო ახალი რაღაცეები დავნერგოთ თუნდაც კომპანიაში, სხვანაირად შევხედო, თქვათ რა გვაქვს, არასოდეს არ არსებობს იდეალური კომპანია, ანუ ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც მუდმივად ჭირდება ან მკურნალობა, ან რაღაცის შეცვლა, იმიტომ რომ ხედავ რომ დრო იცვლება და დროსთან ერთად რაღაცა შენც უნდა შეცვალო. აქედან გამომდინარე ხშირად ყოფილა ეგეთი შემთხვევა, რომ წავსულ ვარ ერთი დღით, ჩამოსულ ვარ და მე რაღაცებზე ვფიქრობ, რომ მოდი ახლა ეს შევცვალოთ, ეს გავაკეთოთ. ერთი დღით გულისხმობ დილას ადრე გახვედი და გვიან ჩამოხვედი, ეგეც ერთი დღით გულისხმობ, რომ დილას ადრე გავედი და მეორე დღეს ჩამოვედი. თუმცა ყოფილა ის, რომ რამოდენიმე საათით რომ წავსულიყავი და შევხედე კალენდარზე, რომ ზღვა წყნარია, წავსულ ვარ მისრიალე და უკან დავბრუნდი. თემუკა თუ არ არის ოფისში, ესე იგი ავტობანზე დგას, ხო? ანუ და საიდან დაიბადა ეგ? ანუ საიდან გაჩნდა ეს სიყვარული? ხო, სხვათა შორის ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ მე თვითონ თვლი რომ ბათუმელი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დაბადებული გაზრდილი ვარ. მამა ჩემის მხარე, ანუ ოჯახის მამის მხრიდან ბათუმელი ვარ, დედის მხრიდან დედა თბილისელია. სადღაც 14 წლის ასაკიდან ფაქტიურად მომიწია ბათუმში დიდხანს ყოფნა, ანუ დიდხანს ყოფნას გულისხმობ, სკოლაც იქ დავამთავრე, 14 წლის შემდეგ უნივერსიტეტიც იქ დავამთავრე. და რატო გადაბარგდით? მამა ჩემი გადაიყვანეს ბათუმში სამუშაოდ მაგ პერიოდში და
ერთი წელი ჯერ მარტო იყო და მე მთელი ოჯახი გადავედით, მეც, ჩემი დაც და ჩემიც და ფაქტიურად უნივერსიტეტიც, ტექნიკური უნივერსიტეტი, პოლიტექნიკური უნივერსიტეტიც იქ დავამთავრე, მუშაობაც იქ დავიწყე და ვიტყოდი რომ ფაქტიურად აგვისტო ისე გადიოდა რომ ზღვაში არ ჩავდიოდი, ანუ დიდად რო გითხრა რომ ზღვაზე ვგიჟდებოდით რომ აი ზაფხული მოდის ახლა და როგორც ყველა მიდის ბათუმში დასასვენებლად, მე არ მქონდა ეგ განცდა. როდესაც ჩამოვედი თბილისში, მე ეს განცდა მქონდა რომ რაღაცა მაკლდა. ანუ მაკლდა წყალი. სულ მინდოდა რომ აი ახლოს ყოფილიყავი წყალთან. და მე ვცდილობდი რომ როგორც კი კაი ამინდი იქნებოდა, ჩავსულიყავი ბათუმში, თქვა ზღვაზე მებანავა. დავიწყე იმით რომ მე პირველი 2 წლის სკუტერი ვიყიდე და როგორც კი კაი ამინდი იქნებოდა, მივდიოდი, ანუ 2 იმიტომ რომ მარტო არ ყოფილიყავი. და ანუ მუდმივად ვიღაცას კერავდი კომპანიონად, ხო? რა თქმა უნდა, უფრო ფანარი მაგ თვალსაზრისით. მე მივხვდი რომ ეს წყლის მე მოტოციკლებს ვეძახი, ანუ სკუტერს, დიდად ფან ზღვაზე არა, ტალღებია და გადავედი კატერზე და მე ამ კატერზე ჩავაბი თხილამური, მე თვითონ ვისწავლე, ანუ YouTube-ზე უყურებდი, როგორ უნდა დამდგარიყავი, ძალიან წვალობდი და საბოლოო ჯამში კარგად გამომდის. ანუ მანდაც ეს მიზან მიმართულობა დაგეხმარა, რომ დამდგარიყავი. რა თქმა უნდა, რის მიღწევაც გინდა მიაღწევ. ანუ მიუხედავად იმისა, რომ რთულია, არ უნდა დანებდე. იგივეა ბიზნესშიც. ან მე რომ მკითხო, ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ თუ რამის მიღწევა უნდა მიაღწევს. თუ უნდა რომ წარმატებული იყოს, იქნება წარმატებული. ოღონდ ეს უნდა გაითავისოს და არ დანებდეს. ერთხელ ცადოს, ორჯერ შეიძლება 100 ჯერ ცადოს, მაგრამ გამოუვა. აი ხა მესმინება შენ საუბარში 2 სიტყვა. გაჟღერდა, ერთი ძალიან ხშირად, მეორე ოდნავ ნაკლებად და მაინტერესებს შენი განმარტება სხვაობის ამ 2 სიტყვის, როგორიც არის მინდა და უნდა. უნდა გააკეთოს და უნდოდეს, ანუ თითქოს უნდა ჩემთვის ჟღერს უფრო როგორც ვალდებულება და მინდა არის უფრო როგორც თავისუფლება და სურვილი. შენ ცხოვრებაში როგორ არის დალაგებული მინდა და უნდა? ოჯახის თვალსაზრისით ვიტყოდი, რომ მე ხშირად ვიძახი, რაც ჩემს უფროს უნდა, ის მინდა მეც მეთქი. ჩემი უფროსი ჩემი უღლია. ეგ იცის კომპანიაში ხახმა? კი, ყველა. გაცხადებულია? კი. ჩემი უსაყვარლესია და ასე რომ ყველა მიცის. ძირითადად მინდა, იმ თვალსაზრისით მინდა, რომ წარმატება თუ გინდა მინდა, ბედნიერება თუ გინდა ისევე მინდა და რაღაც ისე გვაქვს ოჯახშიც და ბიზნესშიც თანხwebdriver პარტნიორებთანაც და მეუღლესთანაც, რომ ყველას გვინდა. ანუ მინდა უფრო დიდი დოზით არის. მაგრამ უნდებიც ხო არის, ანუ პასუხისგებლობა და ვალდებულება. რა თქმა უნდა, ეხლა მაგ თვალსაზრისით თუ ავიღებთ, როგორც ოჯახშია დიდი პასუხისგებლობა მეუღლის და შვილების მიმართ, ასევეა კომპანიის მიმართ პასუხისგებლობა, თანამშრომლების მიმართ პასუხისგებლობა, პარტნიორების მიმართ პასუხისგებლობა, ჩვენი მომხმარებლების მიმართ პასუხისგებლობა, იმიტომ რომ მე ვიძახი, რომ ჩვენი მომხმარებლები არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ უბრალოდ ვიტყოდი, რომ ჩვენ მათ მიერ ვართ წარმატებული, ანუ ისინი რო არ ყოფილიყვნენ, ჩვენ ვერ ვიქნებოდით წარმატებული. ჩვენ გულისხმობთ თელ კომპანიას, ჩვენ გულისხმობ იმ თელ გუნდს, რომელიც ჩემს უკანაა და ჩემს გვერდზე არის. თემუკა, შენ არა ხარ ერთადერთი პარტნიორი, სხვაებიც არიან ხო ბიზნესში? შენ ხარ მართველი პარტნიორი. ფაქტობრივად ისე გვაქვს აწყობილი, რომ 3 პარტნიორი ვართ. ჩემი ცოლის ძმა, ჩვენი მეგობარი კიდე ერთი, ანუ 3 ვართ, იაგველესიანი გოგი თავდიშვილი და მე. ისე გვაქვს თავიდანვე მოწყობილი, რომ გაყოფილი გვაქვს ბიზნეს სფეროები. ანუ ჩვენ მარტო საავტომობილო ინდუსტრიაში არ ვართ,
ეგრეთ წოდებული ჰოლდინგური კომპანია, სადაც ევროპროდუქტის ერთ-ერთი მეწილეები ვართ ჩვენც პარტნიორები გვაქვს ასევე პატარა სასტუმრო, უძრავი ქონებები, სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობთ, როგორც მუნიციპალურ, არამუნიციპალურ და აქედან გამომდინარე დაყოფილი გვაქვს ექსპეროები და ყველა ცალ-ცალკე ბიზნეს სფეროს ანუ ბიზნესში ყველა არის უბრალოდ თქვენ სფეროები გაყოფილი. აბსოლუტურად ყველა არის ბიზნესში. ოღონდ ერთმანეთს არ ვერევით, ანუ რეალურად მართვის საშუალებას ვაძლევთ ერთმანეთს. ეგეც ერთ-ერთი წარმატების მიზეზია, იმიტომ რომ თუ არ მიეცი თავისუფლება პარტნიორს, ისე არ გამოვა. ეხლა როგორ წარმოგიდგენია სამმა ადამიანმა მართოს ერთი კომპანია. ანუ განაწილებულია პასუხისმგებლობა თქვენ შორის. და ქონია მომენტები, როცა ეს პასუხისმგებლობა ისე დაგაწვა, რომ აი თიამის აღარ მინდა საერთოდ ეგზიტი. კი. ასვენება ცხოვრების შერგება მინდა. ქონია კი, რა თქმა უნდა, ანუ ეგ ნებისმიერ ადამიანს აქვს აბსოლუტურად მარტო ბიზნესში კი არა, სახელმწიფო სამსახურში რომ მუშაობდი, მაშინაც ყოფილა, რომ აუ აღარ მინდა, მაგრამ არ არის ეგრე, თუნდაც ერთი დღე რომ დაისვენებ, მე ისევე გინდა. ანუ რაღაც ის ადრენალინი გინდა, რომელიც ბიზნესს ახლავს და რა ვიცი, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ანუ მე მაგალითად დასასვენებლად რომ მივდივარ, უფრო პროდუქტიული ვარ ვიძახი, ვიდრე სამსახურში ვარ მეთქი და ჩემი თანამშრომლებიც აღიარებენ მაგას, ანუ ჩემი ცოლი ხშირად დამცინის, რომ სადმე თუ მივდივართ, ანუ ტელეფონზეა ჩამოკიდებული, იქითა ვარ თავიდან ბოლომდე, ანუ გულით და სულით. ანუ მაინც ბიზნესისკენ. კი. და რომ ცრიალებ მაშინაც. და იგებს ამას მეუღლე, რომ შენი მომენტში მისმაგევრად რომ იქ იყო ბიზნესში ხარ, მივხვდი იმისა, რომ სადღაც ისვენებს. კი, რა თქმა უნდა. იმიტომ ამბობს რომ უფროსია ჩემ. უგებს და მაგით. კი. ხო, მაგის გაგება სხვათა შორის არ არის ადვილი. ნიშნობა არა გენდერული თვალსაზრისით, იმიტომ რომ დასასვენებლად რომ მივდივართ, გვინდათ რომ ბოლომდე შევირკოთ, ხო? ერთმანეთთან ყოფნა. უფრო იუმორში გადააკ. კარგია იუმორი, ძალიან კაი სტრატეგია, ეგეც უნდა ვაღიარო, ჯანსაღი სტრატეგია. აი ზღვაზე რო ახსენე რომ მე რო ბათუმში ვცხოვრობდიო, ზღვა არ იყო, თითქოს ანტურაჟის ნაწილი იყო, ხო, შენთვის და თბილისში რო გადმოხვედი, დაგაკლდა რაღაცა, ხო? და ეთახმები იმას რაღაცნაირად გამახსენა, რომ ჩვენ სინამდვილეში ბევრ რამეს ვაფასებთ მაშინ, როცა ვკარგავთ. აი დაახლოებით. და ქონია ბიზნესში ეგეთი რაღაცა, რაც დაკარგე, როგორც кейსი და მე დროთან განმავლობაში აი რაღაცნაირად მაშინ არ მიაქცია ყურადღება, მაგრამ დრო რო გავიდა რაღაცნაირად დააფასე რაღაცა, რაც დაიკარგა. სიმართლე რომ გითხრა, არ მქონია, ბიზნესში არ მქონია. ანუ რამე რო დამეკარგოს. იმიტომ რომ ბიზნესში ვფიქრობ, ვცდილობ რომ არაფერი არ დავკარგო, პირიქით შევიძინო. ანუ მქონია ისეთი შემთხვევები, როდესაც მინდოდა რომ თქვათ კონტრაქტი გამოფორმებია, მინდოდა რომ რეალურად ჩვენს პორტფოლიოში ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდა. ეგეთ кейსები მქონია, მაგრამ მაგას უყურებ ნებისმიერ წაგებას, ეგრეთ წოდებულს დიდი მოგებაც მოყვება, თუ არ დაყრი ფარხმალს და ჩვეულებრივად მოგება. აი რა უნდა მოხდეს, რომ მე შევძლო, რომ წაგება მოგებად გადავატრიალო. უფრო მეტ ძალას გაძლევს, როცა რაღაცას წააგებ და ცდილობ, რომ მე გადახედო кейსი, აი რა იყო იმ წაგების მიზეზი, რა შეიძლება როგორ შეიძლება და განვითარებულიყო, თქვათ, შახმატისებურად, ანალოგიურად ვიტყოდი, რომ როგორ უნდა გემოქმედა, რა უნდა გაგიკეთებია, რომ მოგეგო ის თამაში თუნდაც. როდესაც ახალ თემას ვიწყებთ და სტრატეგიას საზღვრავთ, წინა გავლილ გზას უყურებთ. ერთად ვჯდებით ხშირად, რომ გავიაროთ, თქვათ, რა არის მომავალი გამომწვევის მიზეზი, რომ ეს წარმატებულად დამთავრდეს და უფრო მეტი ენთუზიაზმი გაქვს. ანუ თითქოს დავისწავლოთ, ხო? რა თქმა უნდა, ანუ ის არ გამოვიდა ისე როგორც გვინდოდა. რა თქმა უნდა, ანუ მე არ მაქვს ის, რომ აი
წავაგე ვერ მივახციე და всё დავანებოთ თავი. არა, რატო დავანებოთ? პირიქით, რატო არ უნდა შეხედო ყველა უარყოფით ან ნეგატიურ დილს, მოდი პოზიტიურად შევხედოთ. და ვეძებოთ იქ პოზიტივი და იქ ვნახოთ თუ როგორ შეიძლებოდა ამის გამოსწორება, წარსულით კი არ ვიცხოვროთ, მომავლით ვიცხოვროთ და მომავალ кейსებზე გამოვიყენოთ პოზიტიურად ეს პრაქტიკა. და მოყვება გუნდი ამაში. კი. კი. ფაქტიცაა ის, რომ ვიზდებით ჩვენც და რეალურად ამ გაზდას არ გეგონოს, რომ სადაც შევდივართ, იქ პირდაპირ ეგრევე კარი ღია, ანუ რეალურად დიდი შრომა ჭირდება. აი რა უნარები და რა ცოდნები და რა კომპეტენციები უნარები თითქოს კუნთებს გულისხმობ, ცოდნა უფრო ინფორმაციას გულისხმობ, როცა ვლაპარაკობ, უნდა კონდეს ადამიანს, რომ იყოს მაგარი სეილზმენი. აი რო გამოვიდეს ძალიან მაგარი სეილზმენი. რამდენი წელია მაგ სფეროში ხარ და ძალიან საინტერესო იქნება შენი პირველ რიგში ნებისმიერი, ანუ მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სფეროში ხარ, რასაც აკეთებ, ის უნდა გიყვარდეს. დილას რომ მიდიხარ სამსახურში, გიხაროდეს უნდა იქ წასვლა. მეორე ეგრეთ წოდებული მისწრაფება, ანუ ჟარგონულად რო თქვა ჟილკა, ანუ უნდა გქონდეს იმისი, რომ მიიყვანო ბოლომდე და შუაგზაში არ მოტრიალდე და არ წახვიდე უკან. პატივისცემა მომხმარებლის, პატივისცემა შენი თავის და ყველა თანამშრომლის. მე ვფიქრობ ეს სამი არის მნიშვნელოვანი. ანუ სიყვარული საქმის ჟინი და პატივისცემა. საკუთარი თავის და მომხმარებლის. პირველ რიგში მომხმარებლის და მერე საკუთარი თავის, იმიტომ რომ მომხმარებელი არის ის, ვინც ჩვენ გვაცხოვრებს. მომხმარებელი არის ჩვენი პოტენციური დოვლათი. მე ობიექტურად დღემდე მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ შენ გუნდში ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ პირადად და პირადი ურთიერთობები მაქვს და დიდი პატივისცემა მაქვს და სიყვარული, მაგრამ საბოლოო ჯამში ისევ და ისევ აი ის გაყიდვის შნო მე ბევრჯერ მინახია, მე შენგანაც მიყიდია და ის დაკვირვებული ვარ, შენ რო სხვასთან ლაპარაკი ქონია, ხანდახან ლაპარაკი კი არ გამიგია, პრივატულია, გასაგებია, მაგრამ ჟესტიკულაციას ხო უყურებ, body language-ს უყურებ, ანუ მე ძალიან მიყვარს დაკვირვება. ანუ ეგ არის ჩემი ალბათ ერთ-ერთი უნარი და ბევრჯერ მინახია, როგორი ჩართული ყოფილხარ და ხანდახან მითქვია, რომ თემუკას ვიღაცა თუ დაელაპარაკება, უმანქანოდ არ წავა. მითქვია ეგრე. და ვაკვირდები რა მოვლენას იცი? ვაკვირდები ახლა ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს შეიძლება, რომელიც სხვა გაყიდვების სფეროშია. მაგიტო თითქოს გეძიები, რომ აი ეს როგორ თქვა, აი ეს პატარ-პატარა ნიუანსები, რომელიც ეს წარმატება ხო ბოლო შედეგია რაღაცის, ხო? აი როგორ გამოგდის ელაპარაკო ადამიანს იქამდე, რომ მართლა არ გაუშვა მანქანის გარეშე. აი რანაირად გამოგდის, რომ გაიგო ამ ადამიანს ასეთი უნდა, ისეთი უნდა, აი რანაირად არ გებ შენ წინადადებას. აი ამ ადამიანს რა ჭირდება? აი რა პროცესს გადიხარ შიგნით შენში? არ ხვდები ალბათ რა უნდა. აი როგორ ხვდები ამას? პროდუქტის კარგად ცოდნით. და მე ადამიანს თვითონ ტიპაჟი როგორია? ნებისმიერ ტიპის ადამიანს სხვადასხვა ტიპის მანქანა ჭირდება, თუნდაც. როგორც საკვებშიც რო ავიღოთ, სხვადასხვა ტიპის საკვები მოწონს ადამიანს, ხო? არ შეიძლება ერთი და იგივე პროდუქტი მოწონდეს ადამიანს. და მაგ თვალსაზრისით უყურებ და ვარგებ. და რამე ტიპოლოგია გააქვს ადამიანების, აი რანაირად წვიტა, რა ვიცი, საშა. აი თუნდაც შენ რომ მოდიხარ ყავის დასარლევად, ხო? ხო სვამთ ყავას ერთად და გვილევია ხშირად და საუბრობთ სხვადასხვა თემებზე, საუბრობთ თუნდაც მანქანებზე, რა მოგწონს, რა არ მოგწონს. ხო ყოფილა შემთხვევა, რომ მითქვია, რომ შენ ამას წაიყვან და ხვალ მოიყვან ისევე სხვა მანქანა მოგინდა და მასეც მომხდარა. კი, ოპიოიგი ჩო. იმ თვალსაზრისით, რომ ტიპაჟიდან გამომდინარე ვიცი რა მოგწონს. და რაც მოგწონს,
ხშირ შემთხვევაში იმას გირჩევ. ხშირ შემთხვევაში კი არა, იმას გირჩევ მუდმივად, მაგრამ ხანდახან მე გეწინააღმდეგები ხანდახან მაგარჩევ. ეს უნდა ვთქვა, რომ ხანდახან მე გეწინააღმდეგე და მე მეტყვის. მომიყვა შეზეგა მანქანას, მომიყვა, აი ესე შეუხედავს. ყოფილა ეგეთი შემთხვევები და თითქმის 99% შემთხვევებში მართლა არ ტყავს და მაგიტომაც არის ჩემთვის საინტერესო, რომ ანუ რეალურად შენს სწავლობ ადამიანს უსმენ და რაღაცნაირად აყალიბებ ამ ადამიანს რა პრეფერენციებია აქ, ანუ რას აქცევს ყურადღებას. რა ვიცი, ალბათ ბუნებრივად და როდესაც კომპანია იზრდება და აღარ აქვს თემუკას ამდენი დრო, რომ რავი, ამდენ კლიენტს შეხვდეს, ხო, როცა პატარები იყავით, ალბათ არ ვიცი, მე ეგ პერიოდიც მახსოვს, ხო? მე ბევრი პერიოდი მახსოვს, კომპანია სხვადასხვა ზომის იყო, როდესაც მე მოვსულ ვარ, ხო? მაგრამ რაც უფრო იზრდება კომპანია, მით უფრო თემუკას პერსე რჩება ნაკლები დრო რო ეგააკეთოს. აი როგორ გადასცე ეს უნარი და ცოდნა, რომ სხვებმაც შეძლონ ასეთივე ეფექტური მომსმენი, გამგები, სეილი გამოვიდეს, როგორც პირობითად შენ იყავი. აი როგორ გაზარდო, სხვანაირად რეფორმულირებას გავაკეთებ კითხვაში. როგორ გაზარდო ეფექტურად საქსესორი? რო გიყურებენ თვითონაც ანალოგიურად იქცევიან მერე და მიდგომაც ძალიან კარგად იცი, თუნდაც JLR-ში და BMW-ში ორივე head-ს იცნობ შენ პირადად და ორივე head-ი ცდილობს რომ მომხმარებელი იყოს კმაყოფილი. იყო პერიოდი, როცა BMW-ს ფლობელი იყავი და გაიცანით ამ უნდა. ნახავდი მის სკილებს და რეალურად მე არც ჩავრეული ვარ მაგ დროს მაგ დილში მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ვიცოდი. ანალოგიურად თაკოც რო ავიღო, იმიტომ რომ თაკო ფაქტობრივად კომპანიასთან ერთად გაიზარდა. ფაქტიურად ორივე მხარეს უკვე გუნდი ისეა, რომ ჩემდა დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, წინასწარ გვაქვს кейსები, რომელსაც გავდივართ ან დამირეკავენ, სადაც არ უნდა ვიყო და თანხდებით ზოგად თამაშის წესებზე და მე იმას მიყვებიან. თუ რამე განსხვავებულია და იქ ჩემი ჩარევა საჭირო, რა თქმა უნდა, მე არასტანდარტული. კი, რა თქმა უნდა, მე იქ ვარ და მაგ თვალსაზრისით პირდაპირ გეტყვი, რომ მომხმარებლის მხარეს ყოველთვის ვიჭერ. მე არ უყურებ მაინც და მაინც кейსი, რომ იყოს მომგებიანი. ჩემთვის ყველა кейსი მომგებიანია, თუ მომხმარებელი კმაყოფილია. ეხლა ცუდი რაღაცას გითხარი, იმ თვალსაზრისით, რომ ხვალ მოხვალ და არა, ბაგაზ არ გაბოლია. მაგრამ რეალურად მე არ ვიცი. არ ვიცი. შეხო ბევრი არასტანდარტული გადაწყვეტილები შეგეძლო მიგეყო. ანუ რუმი ქონდა ამისთვის, მაგალითად, თუნდაც არ ვიცი. მანქანა ყოფილა, თუნდაც ტესტ დრაივზე არ იდგა და გეთქვა, წაიყვანე უიკენდზე გაატარე. მე მითხარი შენი აზრი. აი ესეთი ფლექსიბილობა, აი ესეთი მოქნილობა, რაც შენ ქონდა როგორც ფლობელს, ამათ აქვს? კი, აქვს. ანუ თუ მანქანა არ დგას ტესტ დრაივზე და ხედავენ რომ მომხმარებელი არის ისეთი რომ უნდა, მაგ შემთხვევაში ელემენტარულად მირეკავენ და მეუნებიან რომ ხარ წინააღმდეგი და ანუ შენ green light-ი გაქვს მიცემული იმაზე რომ ნებისმიერი არასტანდარტული სიტუაცია რაც იქნება, უბრალოდ შეგითანხმონ შენ ბექში თუ რაღაც არასტანდარტული იქნება. განსაკუთრებით ახლა თუ რაღაცა ისეთი განსხვავებაა რომ მანქანაა სულ ერთი ცალი გამოშვებული სატრანსპორტო საშუალება, რა თქმა უნდა ის ტესტ დრაივზე არ გვყავს და მაგ ფიზიკურად ვერ გვეყოლება და მაგ შემთხვევაში მეც იგივეს ვეთყოდი რომ ფიზიკურად არ შემიძლიაო და ყოფილა ეგეთი кейსი, მე მგონი როგორც მახსოვს განსხვავებულ მანქანაზე შენ გაინტერესებდა როგორ დადიოდა და მithქვია რომ ეს ფიზიკურად ტესტ დრაივზე არ მყავს. და შენ ბევრჯერ ხა შეიძლება ყველა მომხმარებელზე არა, სავარაუდოდ შენს გაკეხა გრადაცია მომხმარებლების, ძალიან ბევრჯერ პირადი მანქანა გითხოვია. კი. მომხმარებლის ნებისმიერია და ვithქვია რომ რავი გაატარე, ნახე. კი. ჩემს გარდა სხვას არ ყავს მანქანა და კი, მაგ დროს ნებისმიერ მომხმარებელს ვაძლევ, სიმართლე რო გითხრა. სოდაშეს ეგ მინდა ძალიან რაღაცნაირად დავაფასო, იმიტომ რომ არ ამგონია რომ ყველა დამფუძნებელი ასე, არ ვიცი, აი მაგიტო ვაფასებ შეიში ამ სეილურ მიდგომას, რომ საბოლოო ჯამში კლიენტი არის მთავარი. და
და შენ შეგიძლია თუნდაც რაღაცა დისკომფორტი შეიქმნა ცოტა ხანი რაღაცის გამო, ხა შენი მანქანაც რო გადის, მე მესმის რომ შენი ერთი მანქანა არ გეყოლება სავარაუდოდ პირად ფარეხში, მაგრამ ამავე დროს შეიქმნა რაღაცა დისკომფორტი, ოღონდ შენმა მომხმარებელმა დატესტოს ნახოს, მოეწონოს და რავი, ხო შეგეძლო გეთქვა არა, ეს ჩემი პირადი არის. კი, მაგრამ მე მიხარია ის რომ მე მოწონს იმას. მიხარია შედეგი საბოლოო ჯამში, ანუ მოდი ასე ვთქვათ, ნებისმიერი პოზიტიურად დამთავრებული ეგეთი кейსი ჩემი წარმატებაა, ჩვენი კომპანიის წარმატებაა და მაგისთვის თუ შემიძლია რომ ჩემი პირადი მანქანა მივცე, რატომაც არა. არ ვიცი, არ ამგონია რომ ყველა ასე ფიქრობდეს და მაგიტო ვიძახი რომ ვაფასებ შენში ამ თვისებას თქო, აი ძალიან მნიშვნელოვანი ის არის თვისება. ერთი რაღაცა მინდა გითხრა, იყო მომენტები სხვათა შორის, როდესაც რეალურად კომპანია როდესაც იზრდებოდა, იყო მერყევი მომენტები, როდესაც ერთი დონიდან კომპანია სხვა დონეზე გადადიოდა. მეც ვიყავი ამ შუალედები იმდენად ხშირად ვარ შენთან მომყოფი, რომ მე მგონი ამ ეტაპებს გრძნობ რაღაცა, რომ კომპანია ერთი ეტაპიდან მეორე ეტაპზე გადადის. ბრენდი, რომელიც თავისთავად ინარჩუნებს ლოიალურობა. ბევრი ადამიანი არის ბრენდის ლოიალური, ვიღაც არის არ ვიცი Land Rover-ის ლოიალური, ვიღაც არის კონკრეტული მოდელის ლოიალური, თქვა Defender-ის ან სხვა მოდელის. სხვა ბრენდის გარდა სხვა ლოიალურობას როგორ უყურებ, აი როგორ ინარჩუნებ ადამიანებს, რომ იყვნენ 10-15 წელი, მოყვებოდნენ ამდენი წელი, გამოსვლან ამდენი მანქანა, აღარ ვიზახი რომ არ ვიცი, ალბათ ათობით ტრეიდინი მაქვს შენთან გაკეთებული და ყველანაირი შექმნილი პირობა, რომ აჰა დატოვე და წაიყვანე, ოკეი, ესეთი გინდა, ანუ აი ამის გარდა კიდე როგორ ინარჩუნებ ამ ადამიანებს? სერვისით, რა თქმა უნდა, ანუ მოდი ასე ვთქვათ, ვერც ერთი მომხმარებელი ვერ დარჩება შენთან ლოიალური, თუ სერვისი არ ექნება მას სათანადო. ანუ რა თქმა უნდა, კომპანია ცოცხალი ორგანიზმია და ცდილობ, რომ უკეთესობისკენ წავიდეს მუდმივად. ანუ ჩვენ ვიყავით ბაზარზე, ვინც პირველებმა შემოვიღეთ ეგრეთ წოდებული ქართასი მანქანები. ანუ ჩასანაცვლებელი მანქანები, თუ მანქანას მოიყვანდი და სერვისზე დატოვებდი, მანქანას გათხოვებდით. და ეს მანქანები არც ერთი არ ყოფილა ან დაბალი კლასის, ან მეორადი, ანუ სულ ახალი მანქანები იყო. ანუ კომფორტზე იყო ნაკლები. რა თქმა უნდა, ასევე ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც ტესტ-დრაივ მანქანები შემოვიღეთ ქალაქში და მთელ საქართველოში, როგორც ევროპაში იყო და მიუხედავად იმისა, რომ წარმოებელი გვეუბნებოდა, რომ მარშრუტი უნდა გქონდეს სადაც გაიყვან ტესტ-დრაივზე, ჩემი პირადი დამოკიდებულება იყო, რომ მანქანას რეალურად ვერ აღიქვამ, მე თუ კონკრეტული მარშრუტი 5 კილომეტრიანი, 10 კილომეტრიანი იქ გაგატარე და მე გითხარი როგორია მანქანა, ჯობია რომ ათხოვო და მინიმუმ 1 დღით, 2 დღით იდეალური ვერსია არის მაგ დროს პარასკევი და შაბათ-კვირა ორშაბათს მოგიყვანოს, ადამიანმა უკვე იცის რას ყიდულობს. ანუ და როდესაც შენ პროდუქტი იცი, დარწმუნებული ხარ როგორია და რა არის და კონკრეტულად რა მოწონს იმ ადამიანს იმ კონკრეტულ პროდუქტს აძლევ, ეგეთი кейსები ყოველთვის წარმატებით დამთავრდება. ან სკეილზე რო იზრდები ძალიან ძნელი არის quality-ის ხარისხის შენარჩუნება. მე მგონია რომ ხარისხი და რაოდენობა ყოველთვის კონფლიქტობს ერთმანეთთან. ანუ როდესაც სკეილი იზრდება, ძალიან რთულია დაიჭირო ხარისხი. როცა პატარა ხარ და ცოტა მანქანა არის, თითქოს ეს ხარისხი ადვილი დასაჭერია და როდესაც მანქანების რაოდენობა იზრდება, მხარებლების რაოდენობა იზრდება, შესაბამისად სკეილი იზრდება და იქ გამოწვევა არის ხარისხის შენარჩუნება და მაგაზე რა მოსაზრების ხარ? გეთანხმები აბსოლუტურად, თუმცა მაგ კუთხით ძალიან გვეხმარება GLR-ი. გვეხმარება Jaguar Land Rover. ოკეი. შენთვის არის მარტივი აკრონიმია, შეიძლება ის არის ყოს მაინც დავაზუსტო. ანუ GLR-ს აქვს თავისი აკადემია, სადაც ჩვენი თანამშრომლები როგორც ონლაინ გადიან კურსებს, ასევე წელიწადში 2 ჯერ მაინც უწევთ ჩასვლა და
რეალურად აკადემიაში კურსების გასვლა. წელიწადში ერთხელ მეც მიწევს. ანუ თუ რაღაცა სიახლე არის და ცვლიან სტრატეგიას, მაგალითად ეხა ცვლიან კიდე სტრატეგიას, ჩავდივართ ტრეინინგებს ვესწრებით, მუდმივად ვეცნობით ახალ მიდგომებს და ვცდილობთ დავნერგოთ. ადვილია თუ არა, გეტყვი რომ საკმაოდ რთულია ამის დანერგვა საქართველოში, იმიტომ რომ პირველ რიგში აწყდები იმას, რომ თუ კადრია დასამატებელი რთულად სანახავია ის კონკრეტული კადრი და ის კონკრეტული სკილი, რასაც ეძებ, განსაკუთრებით მომსახურებების სფეროში ჩვენთან. თუმცა ნელ-ნელა ვცდილობთ, რომ მივიდეთ იქამდე. ჩვენ საერთოდ სერვისზე ორიენტირებული არ ვართ. ხო, მეთანხმები ამაში. მე ვამბობ, რომ შეიძლება ჩემი ისტორია არის, რომელსაც დავატარებთ. არა, ეგრეა და ჩვენ ვცდილობთ, რომ პირიქით სერვისზე ორიენტირებული ვიყოთ, იმიტომ რომ ეგეთი გამოთქმაც არის, რომ პირველ მანქანას ყიდის სეილსმენი. ყველა დანარჩენ მანქანას ყიდის სერვისი. ანუ თუ სერვისი კარგია, მაგ შემთხვევაში მეორეჯერ და მესამეჯერ და მე გამონაკლისი ვარ აქედან. არა იმიტომ რომ სერვისი ვერჩი, მე მაინც ჩემზე ყიდის სეილების უნიკალური მიდგომა. ანუ ბევრ რაღაცაში. მე იმას კი არ ვამბობ, მაინც სერვისი არის ჩემთვის operational excellence. კი, მაგრამ თუ მანქანა ვერ გაიგეთა? არა, ეგ მაღაზია, ეგ ჰიგიენური ფაქტორი. ხა მანქანა თუ არ გამიგეთე, ხა გასაგებია რომ არ ვიყიდიდი. მაგრამ როგორ რაღაცა არის, იცი, ძალიან უცნაურ რაღაცას გეტყვი, რომ აი რამდენად კლიენტი არის ფასეულობა, ძალიან ძნელი ალბათ სერვისამდე დაიყვანო ზუსტად ასე, როგორც სეილებს მაგარი გათავისებული აქვთ ეგ რა, იმიტომ რომ სეილს ეფექტი თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია შენ ადამიანთან რა დამოკიდებულება გაქვს და აგერ თქვი შენ ადამიანს პატივს თუ არცემ არ იყიდის მანქანა შენგან. არა მარტო მანქანას, თუ ერთ სასულყოც არ იყიდის შენგან. რა მნიშვნელობა აქვს რას ყიდი. მაგრამ ამავე დროს მგონია რომ სერვის ადამიანებისთვის და ეგ არ არის მარტო სამანქანო ავტოინდუსტრია. ჩემი აზრით ყველგან ეგრეა, ანუ სადაც კი სერვისი მიწევს საქართველოში მოხვედრა, თითქმის არასად არ უღებულობ აი ამ დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ, რაც აქვს სეილს. სეილს სხვანაირი აქვს ჩემთვის და მგონია რომ ძალიან რთული არის ჩვენ ქვეყანაში ჯერ operational excellence-ის მიღწევა. ბევრი მიზეზიდან გამომდინარე, რამდენი ტრეინინგიც არ უნდა გავიაროთ, ჩვენ ვართ ტაშპანდურის ხალხი და დისციპლინა არ გვიყვარს. მოდი პირდაპირ ვთქვათ რა, ანუ ჩვენ ვართ ბევრი მზე, ჩვენ ძალიან ადვილად კმაყოფილდებით რაღაცეებით და საბოლოო ჯამში ისეთი ცოტა მოდუნებულიერი ვართ რა, ანუ მაგ კუთხით ესე უყურებ, რომ ადვილად კმაყოფილდები ზუსტად ეს არის, რომ პერფექციონიზმი, თუნდაც გერმანელები, ან სხვა ჩრდილოეთი, სადაც ბევრი მზე არ არის რა, ანუ თითქოს ისინი აი ამ ჯიუტათან კაიზენი თუნდაც იაპონური ან ბევრი სხვა რო შევხედოთ თითქოს ისინი ადვილად არ კმაყოფილდებით ჩვენ ადვილად კმაყოფილდებით და მომენტალურად გვინდა რომ გართობაზე გადავერთოთ ემოციურები ვართ ხო ემოციურები ვართ კი და რაღაცნაირად ემოცია უფრო პრევალირებს ჩვენ ქვეყანაში და სხვადასხვა მგონია რომ სეილებს ეგ ემოცია ეხმარება და ნაკლებად ეხმარება სერვისს რომელიც სუპთა ოპერეიშნალი შევისტანდი შესწორებას რომ მანქანის შეძენის დროს ან თუნდაც პერსასოდეს შეძენის დროს მიდიხარ შენ და არჩევ შენ პირადად სერვისზე უშვებს ხოლს და იქ ჩდება უკვე შუამავალი რგოლი აი შუამავალი რგოლი სადაც რჩება ძალიან რთულია დანიშნულების ადგილამდე სწორედ მიტანა მესიჯების და როდესაც ერთხელ ცადე და შენ თვითონ მიიყვანე მანქანა მყავდა დიდი ხნის აი ეხა მიიყვანე ოკეი შეიძლება ვერ და ნახავ რომ აბსოლუტურად სხვა ურთიერთობა დაგხვდება ანუ მეგობრული გარემო პირადად მოგეწონება ნებისმიერი
ადამიანი ვინც იქ დაგხვდება, იმიტომ რომ ზრუნავს შენზე თავიდან ბოლომდე ყველანაირად ცდილობენ რომ ზუსტად ის ემოციები მიიღო, თუმცა ფიზიკურად ვერ მიიღებ, იმიტომ რომ ახალ მანქანას რო ყიდულობ ემოციები სხვანაირი გაქვს და სერვისზე რომ მიდიხარ შეუდარებელია. თუმცა ის ჩემთვის თან უფრო რუტინასთან არის კავშირში. სერვისი. კი. და ექსაიტმენტი არის, ანუ ეს გატაცება და ახტაცება და ყველაფერი ყიდვის პროცესთან. ნებისმიერი ეს მანქანა იქნება, ლეპტოპი იქნება, ტანსაცმელი იქნება, ტელეფონი იქნება, ეგრეა ყოველთვის. ჩვენთან დადიოდა თუ გახსოვს ადრე იყო ფრაზა, რომ საქართველოში, შეიძლება ბენზინის ფული არ ქონდეთ და კარგი მანქანი დადიოდნენ. ეთახმები ამას, ანუ ესე არის დღემდე თუ შეიცვალა ეგ მენტალიტეტი, ანუ თითქოს ჩვენ ამ მანქანას რაღაცნაირად გადამეტებულად უყურებთ. ანუ ეს საქართველოში მანქანა არასოდეს არ ყოფილა გადაადგილების საშუალება უბრალოდ. აი, გერმანია ხო უამრავი მდიდარი ერი არის, ბევრი მდიდარი, შედარებით მდიდარი ერია და რა, პატარ ძრავიანი მინი მანქანები დაიარებიან და ისა რა ქვია, გაიხედე ან ჩვენთან, ან ბაქოში, ან სხვა ქვეყნებში და ისეთ მანქანებს შეხედა. გასაგებია რომ ჩვენ დუბაის ფული არ აქვს, რომ დუბაისნაირი მანქანები დადიოდნენ, მაგრამ აი ეს რა არის ეს მენტალიტეტი შენი ხედვა მაინტერესებს. რატო ვართ ეგრე მანქანის თემასთან ესე მიმულები? გეთახმები რომ ეგრეა. დღემდე ეგრეა. პირველ რიგში ალბათ იმიტომ რომ გვიყვარს შოუაფი. მეორე კომფორტიც გვიყვარს კომფორტი და მაქსიმალისტები ვართ რა, გვინდათ მაქსიმალურად მეტი მივიღოთ რის შესაძლებლობაც გვაქვს და არ გვაქვს შესაძლებლობა თუნდაც. ხო, მაგრამ ეხლა რაღაცნაირი ირაციონალური, აი ამაში ჩანს ალბათ ემოციური. კავკასიის ხალხს ეგ ახასიათებს, ანუ აზერბაიჯანი ავიღოთ, სომხეთი ავიღოთ, საქართველო ავიღოთ, გვახასიათებს ეს გვაქვს. ვიტყოდი რომ თურქებსაც აქვთ. ხო, აი სნობური რაღაც თუნდაც გასაოცარი არის მართლა აი გენეტიკაში ხო ისრაელში ვსწავლობდი რა. ისრაელში დადიხარ და ისრაელში ვერ მიხვდები მდიდარი ადამიანი რომელია. აი რაღაცნაირად ყველა მანქანა თითქოს ისე იქ ტაქსი არის, ანუ ძალიან მაღალი გადასახადი არის და არავე ხა რა ვარი ხა ისრაელში გადაახტები. ვიღაცას მაღალი ტაქსი ხო, ტაქსის შეგვდელებისგან ტაქსი გადაახტევინო, ხო? ანუ გადასახადი, მაღალი გადასახადებია და შესაბამისად არავინ მაგას არ შვება რაციონალური მიზნით, როგორც ხვდები. და იქ არ ვიცი, იქ მანქანა, ანუ ჩოლებები მანქანა თითქმის სამჯერ ზვირი ღირს, ვიდრე ჩვენთან ბაზარზე. ანუ ჩვენ ემოციური გზნობებით ვიხდით მაგას. ანუ რეალურად მაგ დროს ზუსტად ჩვენი ემოციური გზნობებით ყიდულობთ. ჩვენი შიდა ერთ-ერთი ძარღვი გეუნება რომ იქენი. ერთხელ ცხოვრობ ცხოვრებაში და გამოიყენე და მიიღე ეს სიამოვნება. თუნდაც შენი მაგალითი აიღე, თუნდაც ჩემი მაგალითი ავიღოთ. ანუ რეალურად შეგვიძლია ვყავდეს ერთი ტრანსპორტი 10 წლის განმავლობაში. ფიზიკურად არ შემიძლია რომ ვყავდეს. არ არსებობს. არ შემიძლია. რა სიხშირით შეგიძლია დარჩი? აი ყველაზე გრძელი ვადარასკოლი მანქანაში. წელიწადნახევარი. ამ ძალიან მოგეწონა. ოღონდ გეტყოდი რომ ამ წელიწადნახევარში ალბათ ერთი 5 ჯერ ვიჯდებოდი ან 6 ჯერ მაგ მანქანაში. იმიტომ ყავდა. თორემ დაპარკინგებული მანქანა ყავდა წელიწადნახევარში. და ხშირად დამცინიან, რატო არ დადიხარ მანქანი და რო არ მომბეზდეს თქო. ანუ მე ხშირად მბეზდება. თუმცა რო გავყიდი, მე ისევე მენატრება და ისევე ვყიდო. როგორ შეიცვალა, თუ შეიცვალა საერთოდ თაობებს ახლა ხო აკვირდები არა, ანუ სხვა თაობა არის და სხვა თაობა ყიდულობს მანქანებს. აი ახალგაზრდებში რამე ტრენდები შეიცვალა, აკვირდები ვიდრე პირობითად ჩვენ Gen X-ის თაობაში ან მე რავი ხა მილენიალები იყვნენ, მე Gen Z იყვნენ, ანუ აი რა ტრენდს ხედავ ცვლილებაში დამოკიდებულება მანქანასთან თუ იცვლება თაობებში? დიდათ არა. რეალურად გეტყვი რომ უმეტესწილად ზუსტად ანალოგიურად როგორც მე მაგ შეგზნება და შენ გაქვს შეგზნება ავტოტრანსპორტის თვალსაზრისით ანალოგიურად აქვთ. ანუ უმეტესწილად ვიტყოდი უმრავლესობას
ზუსტად ესე ხშირად მოწონს გამოცვლა და უკეთესი მანქანის შეძენა, თუმცა არის მომხმარებლები, რომლებიც 5 წელიწადში ერთხელ ცვლიან, ანუ ერთხელ იყიდა, უყურებს როგორც გადაადგილების საშუალებას და 5 წელიწადში მოვა და ისევე იყიდეს. ანუ არის საქართველოში ჯერ კიდევ მანქანას სავიზიტო ბარათი? კი. სტატუსის და სავიზიტო ბარათი? კი. და მე ვფიქრობ, რომ მუდმივად იქნება. ბარემ გითხავ რა, ვერ ვისვენებ. პოვიდეს დროს პრაქტიკულად მანქანები გაორმაგდა ფაში. ერთი რომ წარმოებელი ვერ აწარმოებდა იმდენ მანქანას, ანუ მაკომპლექტებელი ნაწილების არ ქონის გამო. მეორე მსოფლიოში მოხდა ისე, რომ ამერიკაში მაგალითად სახელმწიფო ფულს უხდიდა ხალხს, ვინც არ მუშაობდა, ანუ სამსახურში ვერ დადიოდა. დაუგროვდა იმ ადამიანებსაც თანხა, ხო, რომელიც უნდა დაეხარჯათ და ეს მანქანა არ იყო ნებისმიერი საქონელი, რის ყიდვაც უნდათ, ფიზიკურად აღარ იყო. იმიტომ რომ ვერ აწარმოებდა მწარმოებელი. ლეპტოპიდანაა დაწყებული, ყველაფერი დამთავრებული, რასაც ჩიპი უნდოდა. აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივი როდესაც მოთხოვნა ჭარბობს მიწოდებაზე, რა ხდება მაგ დროს, ანუ ავტომატურად ფასები მატულობს და წარმოებლებმაც ანალოგიურად გაზარდეს ფასები. საინტერესო პერიოდი იყო, რაც გამოვიარეთ, იმიტომ რომ რთული იყო მუშაობა მაგ პერიოდში. მე ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტში მაგას ვერ გასწავლიან. მაგიტომ წერ ამ პოდკასტში რაღაცებში უნივერსიტეტში ვერ ისწავლიდა თეორიაში. ხშირად უნივერსიტეტში რომ მიდიხარ, რას გასწავლიან best practices. საქართველოს ბევრი кейსი, მე რომ მკითხო, დღეს სამაგალითოა და უნივერსიტეტებში წასაღებია ეს кейსები. რომელ кейსებს გულისხმობ? ნებისმიერ წარმატებულ კომპანიებს, იმიტომ რომ საქართველოში დიდი ხნის კომპანიები არ გვყავს. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ფაქტიურად დაიწყო ნელ-ნელა კომპანიების ჩამოყალიბება. დღეს ფაქტიურად წარმატებული კომპანიების, ნებისმიერი წარმატებული საქართველოს კომპანიების кейსი რო ავიღოთ, ძალიან კაი best practice-ა. კარგი მაგალითებია აბსოლუტურად. და ზოგადად მე არც ვიცი, ეხა გულწრფელად რო გითხრამე, ან ყოლია სტუმრად ბიზნეს სკოლების ან დინები ან დამფუძნებლები, მაგრამ რამდენად საქართველოში საერთოდ кейსები იწერება, ეგეც საინტერესო კითხვა მაქვს. მე და უსუალოდ დავსვა მაგ კითხვას, უცებაც დამიჯდება, რომ кейს რაითინგი ცალკე სკილის არის და პროფესიაც. მე მგონია, რომ ბევრი საინტერესო кейსის დაწერა შეიძლება საქართველოში. აბსოლუტურად გეთანხმება. ეს სავსე არის кейსები სინამდვილეში უკვე რეალურად მინიმუმ ამას ხელი რომ მოკიდოს. მგონია, რომ უნივერსიტეტში თავისუფლად შეგვიძლია ძალიან ბევრი თემა გავიაროთ ლოკალური кейსებით უკვე. და მგონია, რომ უნივერსიტეტებისთვის რომ მოვიდა, რომ ამ кейსებს მივხვდეთ. დღეს კომპანია, მთელი ჰოლდინგი რამდენი თანამშრომელია? დაახლოებით 600-მდე თუ არ ჩავთვლით ევროპროდუქტს. ევროპროდუქტს იმიტომ არ ვთვლი, რომ 50%-ის ფლობელები ვართ. ევროპროდუქტში არის 800 ადამიანი. მაგრამ აქტიურ მენეჯმენტში არც თითქმითაგანი არ არის. არის. არის? ანუ ერთ-ერთი დამფუძნებელი იქ არის? კი, გოგი არის იქ. იმ მომენტიდან რომ უბრალოდ გაყიდე ზეთი, ხო? ეგრე არ დაიწყო თელი ისტორია. ზეთის დისტრიბუციით დავიწყეთ კი. ზეთის დისტრიბუციიდან 600 კაცამდე გამანებოთ ევროპროდუქტს ცოტა ხანი თავი. 600 კაციანი ჰოლდინგი, რომელიც ყიდის არის ექსკლუზიური წარმომადგენელი Land Rover, Jaguar-ის, BMW-ის, Mini-ის, Ford-ის, კიდე რა არის პორტფოლში? Iveco, New Holland-ი, ხო, Astra, ანუ ასევე ღვინის ტექნოლოგიები, დამხმარე მასალები, ანუ ბევრი რაღაცა არის. კი ბატონო. ნუ მე მანქანების თემას ვცნობ კარგად. მოდი ესე თქვა, სხვა რაღაცებს არ ვიცნობდი. ხო და როგორ დაიწყო? ანუ რომელი წელია რომ პირველად ზეთი გაყიდე? 2001 თუ არ ვცდები. 2001 ან 2002 ანუ 23 წელია გასული. კი. ანუ არც ისეთი დიდი დრო, როდესაც რაღაცა მოდი ზეთს გავყიდი საქართველოში. დღემდე ყიდი, ხო ამ ზეთს? დღემდე დისტრიბუციას ვეწევით საქართველოში და სომხეთში. მანქანების ინდუსტრია როგორ გადაწყვიტე? ანუ როგორ გადაწყვიტე? იმიტომ რომ მანქანები გიყვარდა თუ ზოგადად მანქანები ძალიან მიყვარდა მთელი ბავშვობა და როგორც შენ დადიოდი ელექტრონიკაში, მასე მეც დავდიოდი და ვაგროვებდი როგორც საბჭოთა მანქანებს, ასევე უცხოურ მანქანებს. ანუ მოდელებს აგროვებდი? ვაგროვებდი და
საკმაოდ მიყვარდა და დღემდე მიყვარს. ანუ იტყოდი რომ ძალიან მინდოდა ფორდის შემოყვანა საქართველოში. რატომ მინდა მაინც ფორდი? მინდა გითხრა რომ ძალიან მომწონს. ერთი, მეორე თვითონ ფორდი, მეორე ერთ-ერთი პირველი ავტომწარმოებელია, ერთ-ერთი პირველი ჰენრი ფორდი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კონვეიერი შექმნა და გიგანტია, მსოფლიო გიგანტია და ამ მსოფლიო გიგანტთან თანამშრომლობა და ურთიერთობა ძალიან მინდოდა. ანუ მოგწონდა ეგ ბრენდი თავიდანვე? კი. მომწონდა, ხედავდი რომ ძალიან ბევრი მეორადი ფორდი დადიოდა ჩვენთან საქართველოში, ანუ ფორციერა მახსოვს, მე რატომაც გამახსენდა ფორციერა, სიერა, ესკორტი, ტრანზიტები, ანუ რეალურად ტრანზიტი დღემდე დადის. კი ბატონო, ჩვენც უწყობთ ხელს რო იაროს და რაღაცნაირად უწყობთ ხელს. და რეალურად როგორაა რომ როცა ფიქრობ რომ რაღაცა დაიწყო, ხედავ რა შემოდის ბაზარზე, ქვეყანაში რა არის, რისი იმპორტია, მას დავიწყეთ თუნდაც საზეცაპოხი მასალები, ანუ კონკრეტულად ზეთი, კასტროლი. მეორად ბაზარზე მაშინაც და დღესაც ოპელი იყო ცნობილი Volkswagen-ი, რომლის დილერშიპი არსებობდა. არ არსებობდა ფორდი საქართველოში. კი ბატონო. რა იყო Opel Vectra 10 წელი იყო Volkswagen Golf-ი. ეხლა მიხსენებ რა იყო. კი, ბესტსელერი მანქანები იყო. მე რა ნოშესტებს ვეძახდი. ამ ნოშესტი რაც იყო. ამ ნოშესტის მერე დაიწყო Volkswagen Golf-ი, მერე მოყვა Opel Vectra, Astra და ისა Ford-იც რა, Ford Sierra, Escort-ი. კი ბატონო, და მაგალითად აზრისით ფაქტიურად ასეთი სიმძლავრის დღეს მე თვალში მარტო პრიუსი მხდება. ასეთი რაოდენობის, რასაც ნოუშესტობა, ქვია ნოუშესტობას, ყოფტები რას ვეძახი. კი, მასიური მანქანები. და ზუსტად მაგ მიზნით რომ რა არ არის და რა შეიძლება რომ შემოვიყვანოთ, იყო ფორდი. დაახლოებით 2 წელიწადნახევარი დაგჭირდა ფორდთან ურთიერთობა, მოლაპარაკებები, ჯერ წელიწადი საერთოდ არ გამოდიოდნენ, მაგრამ არ გავჩერებულ ვარ, ანუ რა თქმა უნდა და კი ხედავ რომ შედეგიანად. ანუ ხედავ ერთი წელი სხვაში ისრას მახსენებს ეგ ბამბუქს რო დარგა. ძალიან დიდი ხანი არ ამოდის. მე ამოდის რაღაცა მომენტში და მე იფურჩქნება, თორე თავიდან საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი არის. რაც საკითხული მაქვს, ჩემი დარგული ბამბუკი არა მაქვს, თუმცა ბამბუკები მაქვს ოფისშიც და სახლშიც, მაინც დავაზუსტებ. და ეს პროცესი რო ასხავ წყალს და შედეგს ვერ ხედავ, არის ის თითქოს მოდფინება და ჟინი, რომელიც ჭირდება იმას, რომ ის გამოზარდო. აი ბიზნესშიც ანალოგიურად ისე მომაგონა, რა ვარი ერთი წელი არავინ პასუხს რო არ გცემს და მაინც უკაკუნებ. შედეგი არის მაინც. არა, თავიდან იზრდებოდნენ, რომ აი ზდილობიანი პასუხები იყო ეგ, რომ ჯერ არ ფიქრობთ ამაზე. მადლობა, გადავდებთ თქვენ წერილს თუ რაღაცა იქნება кейსი დაგიბრუნდებით. მერე მოხდა ისე, რომ ხშირად, ანუ სულ მოგზაურობდი ძირითადად თურქეთის ფაქტიურად ყველა ქარხანაში ნამყოფი ვარ. ყველა ტერიტორიაზე ეს იყო დამატებითი თქვათ ზეთის მოძიება, თქვათ შედარებით იაფასიანის, იმიტომ რომ განავითარო პორტფელი და ასევე თურქეთის ფორდის ქარხანაში ერთ-ერთ მისვლაზე მე და ჩემი ცოლის მაგია მივედით. თურქეთში ბევრი ბრენდის ქარხანაა. კი, ძალიან ბევრი. ეს Fiat-ისაც არის, Toyota-ც აწარმოებს იქ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ბაზარია და გადასახადები ადგილობრივ წარმოებაზე შედარებით ნაკლებია, ვიდრე იმპორტირებულ საქონელზე. ფორდის ქარხანა არის კოჩის და ფორდის დაფუძნებული ერთობლივი თურქეთში. დიახ. რომელიც აწარმოებენ სატვირთო მანქანებს ადგილობრივ ბაზარზე. მაგ პერიოდში Ford Cargo-ს საერთოდ არ ქონდა ექსპორტი. საერთოდ, ანუ მარტო ადგილობრივ ბაზარზე ყიდდნენ და Cargo-ს ანუ ამ დიდ სატვირთო მანქანებს, ეგრეთ წოდებულ გრუზავიკებს და ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც მივიდა და უთხრა, რომ მოგვეცითო და ეგ არ დამავიწყდება იმ პერიოდში გაყიდვების მენეჯერი იყო, დღეს უკვე მთელი ევროპის დასავლეთ ევროპის ჰედია ის კაცი, მაშინ ახალგაზრდა ბიჭი იყო და
რომ შევხვდი, დღემდე მეგობრობ სხვათა შორის. უთხარი რომ საქართველოსდან ვარ მეთქი და დილერშიპის აღება მინდა და მოგვეცით თქო, გაუხარდა ძალიან დღესაც ყვება ის მე რომ ძალიან გამიხარდაო მოვიდნენ და ეხაო დავჯექიო რომ რამოდენიმე ასეულ მანქანას იყიდიანო და კაიო მოგცემო დილერშიპსა და რამდენი მანქანა გინდაო და 3 ცალი მეთქი. 3 მანქანა. შევამხედა გაოცებულმა და ეგო ეხაო რანაირია 3 ცალიო ისა და მეუთხარი მე პირდაპირ მოვედი და გეუნები დისიყიდვის საშუალებაც მაქვს და ამით დავიწყებ და რის გარანტიასაც გაძლევ თქო და პირველ წელს გავყიდეთ 100 მანქანა, 100 სატვირთო მანქანა. გაგვიმართლა იმაშიც, რომ ფაქტიურად საბჭოთა დატოვებული ტექნიკა გქონდა ჩვენ და არაფერი არ ვარგოდა ქვეყანაში 2000 მოთხოვნაც გაჩნდა, ანუ ტენდერებიც გამოცხადდა და ბევრი ტენდერი მოვიგეთ, იმიტომ რომ ფასის და ხარისხის რასაც სახელმწიფო იხდიდა ვიტყოდი რომ თანაფარდობა იყო, ამავე დროს ინფრასტრუქტურული პროექტები დაგვეწია გზების მშენებლობის, რასაც ქვეყანაში ფულიც გაჩნდა და აქედან გამომდინარე სატვირთო ტექნიკაზე, ახალ სატვირთო ტექნიკაზე მოთხოვნაც გაჩნდა. 2003-დან დაგვეხმარა სპორტთან ურთიერთობაშიც, იმიტომ რომ პარტნიორები გავხდით ნაწილობრივ მათთან და კარგი რეკომენდაციებით, ანუ ისევე მიუბრუნდით მსუბუქ მანქანებს. 2006-ში ავიღეთ უკვე დილერშიპი, იმპორტერშიპი, ანუ იმპორტერშიპს პრივილეგია აქვს ის, რომ ჩვენ გვაქვს დღესაც უფლება საქართველოში დავნიშნოთ დილერი. სულ მახსენდება ფორდზე იცი რა ფრაზა, ბევრი ჰენრი ფორდი ერთ-ერთი ფანი ვარ ამ კაცის, განსაკუთრებით კონვეიერის წესის, ხელფას რო იხდიდა, როცა კონვეიერი მუშავდა და მუშები ისვენებდნენ და არა პირიქით. მანე სულ მახსენდებოდა, რომ ადამიანებისთვის რო გეკითხაო, იმად ავტომობილი არ ჭირდებოდათ, უფრო სწრაფი ცხენი ჭირდებოდათ, ანუ ადამიანებისთვის რომ დამეჯერათ, სწრაფ ცხენზე უნდა მემუშავა და არა მანქანაზეო. და ეს ჩემთვის ალბათ ინოვაციის ერთ-ერთი ფორმულა არის, რომელიც ჰენრი ფორდისგან ვისწავლე. და საერთოდ ძალიან ბევრს რაც ვაწყდები და ვაწყდები, მით უფრო მეც და მეც ვსწავლობ, რაც შემიძლია ყოველთვის უყურებ ჰენრი ფორდზე ყველაფერს, იმიტომ რომ ერთ-ერთი ალბათ როლ მოდელი არის ჩემთვის ბიზნესში, რომელმაც მთლიანად გარდაქმნა, მაგრამ რას ვერ ხვდები, იცი? მე ცხოვრებაში ალბათ ერთი ფორდი მყავდა, ან ორი. აღარ მახსოვს ზუსტად. ერთი რო ბორდოსფერი იყო, ნახდათ მახსოვს. მაგრამ რას ვერ ხვდები, იცი? აი შენ ამდენი პრემიუმ მანქანების მოყვარული. შენ თვითონ ყავს ავე სპორტულები, რა არ ყოლია. აი რო ჯდები ფორდში, რომელიც არის ბიუჯეტური მანქანა. სატვირთო მანქანაზე არ ვლაპარაკობ რა, ვლაპარაკობ ჩვეულებრივ რიტეილის მანქანაში. და ხვდები რომ ფორდში ხარ რა. მანდა აღარ გერთვება, რომ რა ვიცი მე მასალების ხარისხი რანაირად რა თქმა უნდა მერთვება, მაგრამ მინდა გითხრა რომ Fiesta Puma მაგალითად პუმით მიმგზავრია, ანუ ჩემი შვილის პუმა იყო და მიმგზავრია ბათუმი თბილისი, იმიტომ რომ მანქანას ის საყვარელი რეისი რაც არის? კი, ანუ მანქანა თუ გინდა რომ გამოცადო, შორგზაზე უნდა წახვიდე და წავსულ ვარ, ძალიან მომწონებია, იმიტომ რომ ხმის იზოლაცია ძალიან კარგი ქონდა, ანუ კლასად არებ, ანუ რეალურად იმ კლასის მანქანებში კონკურენტებს ადარებ. ძალიან მომწონს ხმოვანი ბრძანებები, რომელსაც ეუნები, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მანქანას რო ეუნები რაღაცა ჩამირთე ესა და ეს, თქვათ, ან აკრიფე ესა და ეს ტელეფონი ვერ არტყამ ვერანაირად ხმას, რომ ვერ გებულობს შენ აქცენტს მანქანა, თუმცა ძალიან კარგად აბსოლუტურად road handling-ი ძალიან მომწონს და კარგი აქვს. რამოდენიმე მუსტანგი მყავდა პირადად მე. Shelby თუ არა Shelby? Shelby-ც მყავდა და არა Shelby-ც. Shelby მექანიკა და რომელიც ვადარებ, რომ მართლა ცხენია, რომლის მართლა საკმაოდ რთულია, სიმართლე რო გითხრა, იმიტომ რომ მქონია აი ეგრე არის ზუსტად მქონია ის, რომ მივდიოდი პირდაპირ და უცებ დიდი გაზის მიცემით შემოტრიალებულა მანქანა. ანუ
კარგი ტარება ჭირდება და ხანდახან ხშირად წვიმაში მაგალითად არ დავდიოდი პერიოდულად, ანუ ისე როცა კარგი ამინდი იყო, გამომყავდა, მაგრამ ძალიან მომწონდა. პიკაპებს ვიტყოდი, რომ საკმაოდ კარგი პიკაპები ყავთ და სამართავად, როგორც სუბუქი მანქანა ისე დადის. განსაკუთრებით ევროპული პიკაპები, ანუ ევროპის ბაზარზე რაც იყიდება, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულიცაა. იცი რა მითხარი, მე მაღაზია მასნედება Henry Ford-ს რო კითხეს, რომელი მანქანა არის კარგიო, ახალიო? As long as it is new. ხო, ნუ ახალიო, მოკლედ რო თქვა ეგრე. რამე გადაწყვეტას ხედავ ამ უსაშველო საცობების, რომელთანაც გვაქვს საქმე. არა როგორც კარსელერმა, მაგიტო არ გეკითხები რომ მანქანას ყიდი. არამედ მართლა იმიტომ რომ მანქანასთან კავშირში მე ბევრჯერ მიფიქრია რომ აი რა გადაწყვეტილება შეიძლება შემოიტანონ იმისათვის რომ ის რამენაირად დარეგულირდეს და ალბათ რაღაცა პრაქტიკებიც არსებობს სოფლიოში, ხო, ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, ჩვენი პარკი როგორც ხვდები არის საკმაოდ ძველი, ნუ სოციოდემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე რაც გაგვაჩნია და მე მგონი ჩვენი ქალაქი არ არის გათვლილი რეალურად იმ მანქანების რაოდენობაზე, რაც დღეს დადის თბილისში. რამდენად გაღიზიანებს ეგეც მაინტერესებს, შენ როზი ხარ საჯესთან რამდენად იჭედები და მეორე რამენაირი solution-ზე თუ გიფიქრია, როგორ შეიძლება ეს გადაწყდეს. პირველ რიგში ბოლოდან დავიწყებ მაღიზიანებს ძალიან. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში სამსახურში თუ მივდივარ, ვცდილობ რომ იქიდან არ გავიდე. ზუსტად საცოფებს რო ავწდე, ანუ რეალურად აქედან გამომდინარე და დღესაც დისტანცია აქ მოსასვლელად რეალურად გჭირდება 15 წუთი, 20, 1 საათ ადრე მოგწერე და 5 წუთი დავაგვიანე კიდევაც მოსვლას. ანუ დღევანდელი ვეღარ ვგეგმავ, აბსოლუტურად გეთანხმები. ვერ ხვდები რამდენი რომ მივიდე. მე დამოკიდებულება რომ მოდი შევამციროთ მანქანების იმპორტი. მოდი სხვანაირად გეტყოდი რა, რომ რამ გამოიწვია დღეს ჩვენთან საცობები. არა მარტო მანქანის ავტოტრანსპორტის მომატებამ გამოიწვია ჩვენთან და თქვათ შესაძლებლობა რომ ვისაც თქვათ 1000-2000 აქვს რომ ავტოტრანსპორტს ყიდულობს, იმიტომ რომ გერმანიაში თუ 1000 евро გაქვს, შეგიძლია იყიდო ძველი მანქანა და იარო. კი, მაგრამ გადასახადია ძალიან მაღალი. არის გადასახადი. მე ვიტყოდი, მოდი ასე თქვათ, თუ დააკვირდები დღევანდელ მდგომარეობას საქართველოს და არა თბილისს, მარტო თბილისს არ ვიღებ, მე ვიღებ ბათუმს და თბილისს მაგალითად. ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ ეწევა დეველოპერულ პროექტებს. ანუ მე რომ მკითხო, ჯერ უნდა მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურული პროექტები, ანუ გზები და მე გავცეთ მშენებლობის ნებართვები. ეს გამოიწვევს რაღაც ბალანსი იმითი, რომ ჭარბი გამტავრუნარიანობა გექნება, რომ შენ ააშენო მერე უკვე ამის საფუძველზე საცხოვრებელი სახლი, რომელთაც უფრო მეტი მოქალაქე იცხოვრებს. მეორე ავდგებოდი და პრეფერენცია დღეს არ გაქვს ქონების გადასახადის თვალსაზრისით ახალი მანქანა გყავს თუ ძველი. ანუ პირველ 5 წლამდე მანქანებს ქონების გადასახადიდან გავანთავისუფლებდი. ეგ მოგცემდა რას, რომ დღეს ადამიანს თუ აქვს 10-15000 ფიქრობს იყიდოს მეორადი მანქანა, უფრო მაღალი კლასის, არ ფიქრობთ ჩვენ, იმიტომ რომ ვიძახი რომ სნობები ვართ, არ ფიქრობთ ჩვენ მისი სერვისი რა დაგვიჯდება და არ ვყიდულობთ საშუალო დონის მანქანას, ვიტყოდი Kia, Hyundai, Suzuki, Ford, ანუ საშუალო კლასის მანქანას არ ვყიდულობთ $15000-ად. ანუ Henry Ford-ს არ უჯერებთ. არ უჯერებთ. მაგ თვალსაზრისით ერთ-ერთი პრივილეგია იქნებოდა, რომ 5 წლამდე მანქანას თუ ყიდულობ ახალს, როგორც ტექდათვალიერებიდან განთავისუფლებული, ქონების გადასახადიდან იყოს განთავისუფლებული. მესმის რომ სახელმწიფო იფიქრებს, რომ დაუკარგე დიდი ნაწილი შემოსავლის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არ დაუკარგია დიდი ნაწილი შემოსავლის, იმიტომ რომ ირიბად ჩემგან, ჩემი კოლეგებისგან ვინც კი ესა Citroen, Chevrolet, Opel, Kia, Hyundai გადასახადს ხო იხდიან.
ანუ ბევრ მანქანას თუ გაყიდის ახალს, უფრო მეტ გადასახადს გადაიხდის სახელმწიფოში. ანუ რეალურად სხვა კუთხით, სხვა მხრივ შეუვა. ამავე დროს ეს დილერშიპები მარტო თბილისში არ იარსებებს და გაიხსნება სხვადასხვა ქალაქებში. დამატებით სამუშაო ადგილს შექმნის, დამატებითი საპენსიო ფონდში შემოსავალი იქნება, საშემოსავლო გადასახადი იქნება და მოგების გადასახადი დამატებით. მოდი ცოტა გლობალურად რო შევხედოთ. კაიქნა სახელმწიფომ ეგრეთ წოდებული მარჯვენა საჭიანი ავტომობილებზე გადასახადების აწევით და მე ვფიქრობ, რომ ერთხელ არ უნდა მოხდეს, ანუ ერთხელ აიწია ეს გადასახადი აიწია თუ აიგრძალა? არა, აიწია. რეალურად იმპორტი არ აგრძელა. დღეს თუ გინდა შენ რომ შემოიყვანო მარჯვენა საჭიანი ავტომობილი, შენ შეგიძლია შემოიყვანო, მაგრამ გადასახადს მიიღებ უფრო მეც, ვიდრე მარცხენა საჭიან ავტომობილს შემოიყვან. აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივი საბაზრო ეკონომიკა და აღარ გიღირს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ მე მეგონა რომ აიგრძალა, თურმე გაძვირებულა. გაძვირდა და აქედან გამომდინარე აღარავის აღარ უღირს, რომ შემოიყვანოს. ლოგიკურია და სწორი გადაწყვეტილებაცაა. ოღონდ მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ამას გადახედვა ჭირდებოდეს. და ცოცხალი ორგანიზმია სახელმწიფოს მართვა, როგორც კომპანიის მართვა და ანალოგიურად უნდა მიიღო ეს გადაწყვეტილება პერიოდულად. იგივეს ვიტყოდი მეორად მარცხენა საჭიან მანქანის იმპორტს პერიოდულად გადასახადს მეორადი მანქანის უნდა ავწიოთ, რომ საქართველოს არ გახდეს ეგრეთ წოდებულ სასაფლაოდ და მერე პრობლემა არ გქონდეს ჩვენ ამ მანქანებს რა უყოთ. არა მერე პრობლემა, ეკოლოგიის პრობლემა არ არის. ეკოლოგიის თვალსაზრისით ვიტყოდი, რომ მეორად ელექტრომანქანაზე გადასახადს დავნიშნავდი. ანუ მივიღებდი როგორც სახელმწიფო და რატო? მწარმოებელი გვეუბნება, რომ პირველი 7 წელი გაძლევს გარანტიას, რომ ელემენტი მის 80%-ს იმუშავებს. ანუ ყველაზე რთული არის მაგ ელემენტის გადამუშავება, უტილიზაცია და აქედან გამომდინარე, თუ დააკვირდები, საკმაოდ დიდი რაოდენობა ტესლა მეორადი მანქანები შემოვიდა ძალიან იაფად. ანუ 4-5 წლის იშორებენ ისინიც უკვე ამ მანქანებს და ყველაზე ადვილი რაც არის ჩვენნაირ ქვეყნებში შემოვიდეს. ჩვენ ელექტრომანქანაზე გამბაჟება 0 გვაქვს, რასაც მივესალმები ახალის ექსპლუატაციაში არ მყოფი მანქანის, ან 2 წლამდე მანქანის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, მაგრამ უკვე როგორც 4 წლის ან 4 წელზე ზემოთ წლოვანების ელექტრომანქანის იმპორტს მე მაგალითად ვერ აგრძალავ, ანუ გადასახადს შემოვიღებდი და ავწევდი გადასახადს, რომ აღარ უღირდეს დისკრიმინაციაა გასაგებია. აღარ უღირდეს ადამიანს, რომ იყიდოს იაფად და შემოიყვანოს. ანუ იმდენად ძვირი დაუჯდება, რომ ურჩევნია ფინანსური ინსტიტუტების საშუალებით იყიდოს ახალი, თუნდაც ლიზინგის საშუალებით, თუნდაც საბანკო კრედიტის საშუალებით, იმიტომ რომ დღეს ელექტრომანქანები შეგიძლიათ $15,000-დან ზემოთ იყიდო, ანუ ნებისმიერ ფასად. ხო, რეინჯი დიდია. ანუ რეინჯი დიდია მანქანა. ერთი სიტყვით, აი ძალიან მოკლედ ამას ვიზამდი, უფრო გლობალურად შევხედავდი. ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ძალიან ხშირად დაინტერესებს ხალხს. რა კაპიტალით დაიწყეთ ბიზნესი? ხო, საკმაოდ საინტერესო კითხვაა და გეტყოდი, რომ არ გქონდა დაგროვილი კაპიტალი არც ერთ ჩვენ პარტნიორს მაგ პერიოდში და ოდენობას ვიტყვი $20,000 იყო, რომელიც ვისესხეთ. ანუ თავიდან ბოლომდე ნასესხები კაპიტალით დავიწყეთ. ვინ გასესხათ? ოჯახმა, მეგობრებმა? მაგ პერიოდში ბანკი ალბათ არ მოგცემდა მაგ. მაგ პერიოდში ბანკმა საწყის ეტაპზე არ მოგცა, თუმცა პროგრედიტ ბანკი არსებობდა ბათუმში, რომელიც ეხმარებოდა დამწყებ ბიზნესმენებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ პროგრედიტთან დავიწყეთ თანამშრომლობა. ეს იყო კერძო სესხი, მაგ პერიოდში ბევრი იძლეოდა კერძო სესხს, ანუ ვისაც დაგროვებული კაპიტალი ჰქონდა და არ უნდოდა რომ ბიზნესში ემართა. ამ პროცენტიანი ვალი იყო. რა თქმა უნდა. ანუ თქვენ ისესხეთ ფული და ამ ფულით გააკეთეთ ბიზნესი. ნელ-ნელა რა თქმა უნდა, განმოვითარეთ, დავაბრუნეთ ის წარმატებით და მე უკვე, როდესაც ისტორია შევქმნით, მივედით ბანკში.
დღეს თუ შემეკითხები იმას, რომ დღესაც უნდა აიღონ პროცენტიანი ეგრეთ წოდებული არა ფინანსური ინსტიტუტის სესხი, გეტყვი რომ დღეს აღარ გჭირდება, იმიტომ რომ დღეს ფინანსური ინსტიტუტები, ეგრეთ წოდებული ბანკები დამწყებ ბიზნესმენებს აფინანსებენ. და თავარია სტარტაპი დღეს უკვე შეიცვალა მაგ თვალსაზრისით გამარტივდა და ბევრად მარტივია მაგ კუთხით. თუმცა $20,000 მაშინ кайფული იყო. კი. რავი, ბინა ღირდა. ბევრად ნაკლები ღირდა ბათუმში ბინები. ხო, მე თბილისის მასშტაბით გავიფიქრე, რომ იმ დროს ალბათ ბინა ღირდა ამდენი. კი. ხო, ანუ რისკი მაინც დიდი იყო. რისკი რა თქმა უნდა დიდი იყო და პასუხისგებლობა მაშინაც დიდი იყო და დღესაც დიდი. მე მახსოვს ის პერიოდი, იყო ეგეთი პავილიონი, რა ერქვა ამ პავილიონს, სადაც პირველად გამოფენა გააკეთა საქართველოს ბანკმა ახალი მანქანების. ვიცი, ძაღი ძველი ბაზრის ტერიტორია. ძველი ბაზრის ტერიტორია. მაშინ საკმაოდ ბუმი იყო ახალი ავტომანქანების რეალიზაციის. თითქოს ჩემთვის მან გადატყდა ეს წერტილი, რომ ახალი მანქანა გახდა ხელმისაწვდომი უფრო მას სეგმენტისთვის. მაგ პერიოდში კი იყო და არ ვიცი რა, ეგ იყო GTC იყო თუ რა იყო? GTC იყო, ოღონდ 2007-ში განიცადა კრახი ავტოინდუსტრიამ, ზოგადად მთელ მსოფლიოში ავტომობილების რეალიზაცია დავარდა მაშინ. რა მოხდა რის გამო? ფინანსური კრიზისის გამო? ფინანსური კრიზისი იყო, საქართველოში რამ გამოიწვია გეტყვი. საქართველოში გამოიწვია ის, რომ მაშინ არა მარტო საქართველოს ბანკი, არამედ TBC-ც აძლევდა ყველა სესხს თავარი 10% გადაგეხადა down payment-ი და ბოლოს უკვე ისე იყო 2007-ში, რომ down payment-ის გარეშეც იძლეოდა სესხს და ძალიან ბევრი სესხი გაპრობლემდა. ანუ არა მოწმებდნენ სათანადოდ მახსოვს რომ ყავდა თანამშრომელი რომელიც ახალ მანქანით მოვიდა 2007-ში Hyundai იყო Tucsoni ვიცოდი რა შემოსავალი ქონდა და ვიცოდი რომ მაგის გადამხდელი არ იყო ფიზიკურად ვერ გადაიხდიდა მაგდენს და რა თქმა უნდა 6 თვეში ეს სესხის გაპრობლემდა 2006-ში საქართველოში იყიდებოდა ახალი მანქანები 8500 ცალი ანუ ერთეული დღეს ახლობით რამდენი იყიდება როდესაც მთლიანი იმპორტი იყო 100000 ანუ დღეს მთლიანი იმპორტი იგულისხმება მეორადები ახლები ყველაფერი ერთად ანუ 5-6%. კი ბატონო, მაგრამ 2008-დან ძალიან დიდი ხანი, ანუ იყო 1000, 1500, 2000, 3500 ახალი მანქანების რეალიზაცია, იმპორტი შედარებით მეორად მანქანებზე, ანუ მეორადი მანქანები 120.000, 100.000, დღესაც 80.000-მდე მერყეობს მეორადი 80.000-დან 100.000-მდე მერყეობს მეორადი მანქანები, წელს ახალ მანქანებში 11.000-მდე ვართ ასული, შარშან 11.500 იყო. ანუ რაც უფრო გაიზრდება ეს წელი და ვიტყოდი რომ პირიქით რო იყოს თქვათ მეორადი მანქანები იყოს 10% და 90% ახალი მანქანები ჩათვალე რომ სამუშაო ადგილებიც ინვესტიციებიც მაგ თვალსაზრისით საკმაოდ გაიზრდება ეს მეორადი ბაზარი თავის დროზე თითქოს იყო რაც საქართველოს თითქოს ჰაბი იყო რეექსპორტისთვის კი აბიც იყო გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ალბათ ეხლაც არის რაღაცა ნაწილში თუმცა ჩვენ უნდა დავეციოთ ემისიის სტანდარტებსაც სუბუქ მანქანებში ევრო 5 სტანდარტი გვაქვს თუმცა მაინც ჩამორჩენა გვაქვს ანუ ევრო 6 არის და 6.7 არის ევროპაში უკვე ბენზინის შიგაწვის ძრავებზე და ასევე დიზელის ძრავებზე და კომერციულ მანქანებში მომავალი წლიდან გვაქვს ევრო 5 სტანდარტი. ანუ სტანდარტიზაცია, ევრო სტანდარტიზაცია პირველად მოხდა წელს და მომავალ წელს მოხდება. იცი რა მიხსენილა, ჩვენი საწვავი მაგ სტანდარტ შეესაბამება. კი, შეესაბამება. აი, რასაც შენატარებ მანქანას ევრო 5-ია მაგალითად და ევრო 5 ბენზინი და დიზელი გვაქვს საქართველოში. დღესდღეობით აი ახალი მანქანების ბიზნესში რეალურად პირობითად პორტფელი, რომელიც იყიდება
სესხით ან ლიზინგზე ცალკე გადავალ საინტერესოა კითხვა შენგან და ანუ მოდი ესე ვთქვათ ნასესხები ფულით რამდენი არის პროცენტი პორტფელის დაახლოებით რომ მთლიანი გაყიდვის გეტყოდი რომ 60%. 60%-ია რომელიც ფინანსდება ფინანსური ინსტიტუტებით ეს იქნება ლიზინგი ეს იქნება ბანკები ფინანსური ინსტიტუტები ეხლა რა მიხსენე ესე ამდენი ქვეყანა ანუ არავინ არ ყიდულ აი ეს ხო ძალიან საინტერესოა გერმანია ამერიკა ბევრი სხვა ქვეყანა აი ჩვეულებრივი კულტურა ლიზინგის ანუ ლიზავს ყველა მანქანას ანუ ფლობელობაში არა თითქმის ძალიან ცოტა საყავს მანქანები ერთად არის ლიზინგი ეს თითქოს ლიზინგი საქართველოში როგორც პროდუქტი არ ვითარდება ეს არის რეგულაციის საკითხი რომ taxation-ში არ არის გათვალისწინებული რომ ლიზინგში ასასვიხთი შეღავათად არ შედის რატო არ ვითარდება ეს პროდუქტი ცოტა მეტი რომ მიხსნა ანუ მე რაღაცა შემოსავალი მაქვს რაღაცა გარკვეულ თანხას ხარჯავ თვეში და მყავს ძალიან კაი მანქანა საკუთრების შეგრძნება პირველი ანუ ლიზინგის შემთხვევაში ტექ პასპორტში იწერება მფლობელად ლიზინგის ჩვენი განმოხდეს პირველი რომ გარდატეხვის მომენტი უნდა მოხდეს და ნელ-ნელა მოხდა ეს გარდატეხვის მომენტი რომ მანქანას როცა ყიდულობ საკუთრების შეგრძნება რომ მანქანა ჩემი არ არის და გინდა რომ მანქანა შენი იყოს ანუ შენ სახელზე ეწეროს მიუხედავად იმისა რომ არ იჩერებ მანქანას დიდი ხანი თქვა და 5 წელიწადში ყიდი და ფაქტიურად ეს არა ჩემი кейსი რა თქმა უნდა მაგრამ 5 წელი დედა გავიჩერო რამე თუმცა ლიზინგის პერიოდში შეგიძლია დღეს უკვე რომ აიღო 2 წლით ლიზინგი 3 წლით ლიზინგი და არ გამოისყიდო მანქანა ანუ დღეს უკვე სალიზინგო კომპანია მხოლოდ რიცხვში ვიტყოდი, იმიტომ რომ სამწუხაროდ ტიბის ლიზინგი გადარჩა მარტო ისეთი ზლაური ლიზინგი, იმიტომ რომ საქართველოს ბანკმა დახურა ლიზინგი აღარ აქვს. არსებობს კიდე პატარა მცირე სალიზინგო კომპანიები და რაც მეტი იქნება, მით უფრო კარგი იქნება, მე რომ მკითხო. ნელ-ნელა უკვე დაიწყეს მომხმარებლებმაც და სალიზინგო კომპანიამაც შედარებით უკეთესი პროცენტის დადება თქვა და მომხმარებლებმაც ის გარდატეხეს რომ თქვა არ იყოს ჩემს სახელზე მანქანა, მაგრამ იყოს ლიზინგის და მყავდეს რამოდენიმე წელი თქვა. ფაქტობრივად იჯარაა ეგ მანქანის, რომელზეც მე სიმართლე რომ გითხრა ვეთანხმები, ცუდი არ არის. ერთადერთი ნეგატიური მხარე მაგას ისა აქვს, რომ პროცენტი ლიზინგის დღეს არსებულ განაკვეთებში უფრო მეტია ვიდრე ავტოსესხი აიღო და ევროპაში პირიქითაა ამ დროს ლიზინგით ბევრად ნაკლებია პროცენტი და იმდენად უმნიშვნელო პროცენტია ეს რომ არც გიღირს რომ შენი ფული გადაიხადო გეტყვი ერთ კარგ მაგალითს რომ 2016-ში როდესაც ჩვენ პირდაპირ დავიწყეთ GL-ართან ანუ Land Rover Jaguar-თან თანამშრომლობა ისინი მოვიდნენ წინადადებით რომ ფინანსური ინსტიტუტების დახმარებით მანქანა თუ გაიყიდებაო ჩვენ მაგალითად თითო Range Rover-ზე მოგცემთ $10,000-ო ჯერ ვერ მივხვდი სიმართლე რომ გითხრა ძალიან დიდი ხანი დამჭირდა მე პირადად ახსნა იმისი რომ წარმოებელი აქეთ მაძლევდა ფულს რომ სესხით გასულიყო ეგეთ მანქანა და როდესაც მთავარი ფინანსისტი ინგლისიდან ჩამოვიდა საქართველოს ბანკში შევხვდით მაშინ თათო იყო საქართველოს ბანკში თათოს იცნობ შენ გადასარევად და მანამდე თათოც მომამზადე ტელეფონით უთხარით არც მაგან არ დაიჯერა რანაირად გაძლევენ ეხა მაგენიო რაღაცა შეფუთულია მანდო და გავაფორმეთ პირველი ხელშეკრულება და ვთქვით რომ მანქანას ავტომანქანას იყიდი ამ ფასად და მიიღებ cashback-ს 10,000, ანუ თუ ყიდდით $100,000 მანქანას, წარმოებელი გეუბნებოდა, რომ იმ შემთხვევაში თუ ფინანსური ინსტიტუტი ეს იქნებოდა ლიზინგი, ეს იქნებოდა ბანკის ავტოსესხით, $10,000 უბრუნებდა უკან.
ანუ პროცესი იყო ის, რომ რეალურად მწარმოებელი მემაძლევდა როგორც კი დოკუმენტს საბუთს ვაძლევდი, რომ ბანკმა წაიყვანა და შეთანხმებული ვიყავით ამ საბუთზე, რომ ბანკი მაძლევდა ამ ცნობას, რეალურად რიცხავდა ის თანხას და მე ურიცხავდი მომხმარებელს 3 დღე ჭირდებოდა ამას, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა, იმიტომ რომ ფაქტიურად მე მომხმარებელს უნდოდა ბანკის პროცენტის გაიაფების მიზნით მოხმარებოდა ეს თანხა თუ რა ვიცი, სადმე სხვაგან დაეხარჯა ან რაღაცა, მანქანა გამოდიოდა 10,000 დიაფად და საკმაოდ კარგად იმუშავა. მაგით 2016 წლიდან შევაჩვეთ ჩვენი მომხმარებლები, რომ ფინანსური ინსტიტუტის დახმარებით შეიძინონ მანქანა. რა თქმა უნდა, ჩვენც გაგვიადვილა, რომ გაგვეზარდა პოტენციალი მომხმარებლების არეალი. და დღესაც ანუ ახალი მოხმარებელის გააჩნია. რა თქმა უნდა და დღესაც ხშირი აწია მოხმარებელი. დღესაც საკმაოდ კარგად ვიყენებთ ფინანსურ ინსტიტუტებს. საერთოდ დადიხართ თუ არა ვიზიტებზე კონკურენტებთ? კი, მეგობრობ კიდევაც. და მე ვიცახი რომ ჯერტი ყველაფერს თავგანებად მე დიდ პატივს ვცემ ჩემს კონკურენტებს. და რატო? თუ კონკურენცია, ჯანსაღი კონკურენცია არ იქნება, მე ვერ განვითარდები. ჩვენი კომპანია ვერ განვითარდება ფიზიკურად. და რაც უფრო მეტი იქნება ჯანსაღი კონკურენცია, მით უფრო დახვეწილი იქნება ყველა კომპანია. სერვისების მიმართ, შემოთავაზების მიმართ და მით უფრო ორიენტირებული იქნება მომხმარებელზე. ანუ მე ვფიქრობ, რომ კონკურენცია უნდა არსებობდეს ყველგან აბსოლუტურად და ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ჩვენს კონკურენტებს. რა არის ხა ეს ელექტრომობილების მარკეტი? როგორ დაჩელენჯდა საერთოდ მარკეტი იმის მერე, რაც ელექტრომანქანები შემოვიდა ბაზარზე? რთული კითხვა დამის, იმიტომ რომ პირველ რიგში გეტყვი, რომ არ ვარ ფანი ელექტრომანქანების და იცი შენ მაგით ძალიან კარგად. მაგიტომაც დაგისმენთ. პირველი მანქანა ელექტრო რო ვიყიდე, ჩემი სამსახურიდან სახლამდე არის კილომეტრ-ნახევარი. მივედი სახლში და გასაღები ამოვიღე და მივეცი ჩემს მეუღლეს, რომ ყავდეს შენ მეთქი. მეორე დილას ბავშვი წაიყვანა სკოლაში და შუა დღეზე მომაკითხა უკან გასაღები მოიტანა და გაყიდა ეგ მანქანა. ანუ ორივეს ძრავის ხმა მოგწონს, ორივეს მოგწონს სიჩქარიდან სიჩქარეში გადართვის დროს ეს შეგრძნება, რაც მანქანას ახასიათებს. ორივეს გვიყვარს მანქანის ტარება და მაქედან გავამდგარ. ამ მძღოლები არ ატარებენ ხო მანქანას? არა, არ ყავს მძღოლი სახში, ჩვენ თვითონ ვართ ორივე მძღოლი და გვიყვარს საერთოდ საჭესთან ყოფნა. მაგაშიც უგებენ ერთმანეთს. გეტყვი, რომ დღევანდელ სტატიებს თუ წაიკითხავ მსოფლიოში, ამერიკაში მაგალითად გამოკითხულთა 70% იძახის, რომ ვისაც ელექტრომანქანა ყავდა, ისევე შიგაწვის ზრავაზე უნდა გადასვლა. გამომწვევი მიზეზები რა არის? ერთი ის, რომ ნერვოზი საკიდება, თქვათ, რომ მეყოფა თუ არა ეს აკუმულატორი, ანუ დენის წყარო. მე რო ჩავალ, თქვათ, ქალაქგარეთ თუ გავედი, მე სადავტენო, მიუხედავად იმისა, რომ ხმა არ აქვს მანქანას და ბევრი რაღაცა, თქვათ, ტროლეიბუსავით დადის, მე რომ მკითხო. რაც არ უნდა პარადოქსი იყოს, ამას კი ვიცახი, რომ არ მომწონს ელექტრომანქანა თქო და წინა პარასკევს ვიყიდე ელექტრომანქანა. მე თვითონ. და სხვათა შორის აღვნიშნე, რომ ეს მანქანა არ დადის როგორც ელექტრომანქანა თქო, გათხოვებ თუ გინდა და გაიარე. არ გამოტოვებ შანსს, არა. რო დაждები და დაიწყებ მართვას, ხმა არ აქვს, მაგრამ დადის როგორც ჩვეულებრივი მანქანა, ძალიან კომფორტულია, აჩქარება თუ გინდა, ჩქარდება საკმაოდ კარგად. იმაზე არ ვფიქრობ, რომ თქვათ, ქალაქიდან თუ გასვლა მომიწევს სადავტენი, იმის გულისთვის, რომ სახში მეორე და მესამე მანქანაც არსებობს, რომელთაც შეგიძლია წახვიდე. ძალიან გავს Rolls-Royce-ის კულინალს. ავისა სპექტრს უკაცრავად და ინგლისში რო ვატარე სპექტრი, გვერდზე მეჯდა ადამიანი და მითხრა, რომ ძალიან დიდ ხანს ვფიქრობდი, თუ როგორი მანქანა გაგვეკეთებიაო ელექტრო, რომ ვინც მართავსო, მე საჭესთან ვინც დაждდება, არ კონდეს შეგრძნება, რომ ელექტრომანქანით დადიხარო.
და ზუსტად ანალოგიურად ვიტყოდი, რომ ამ მანქანასაც იგივე გააჩნია. იგივე შეგრძნება აქვს BMW არის, BMW-ს M70. ანუ ვიტყოდი, რომ ფაქტიურად ერთ-ერთში არის, ოღონდ 4 კარი აქვს ამას და იმას 2 კარი აქვს. და საკმაოდ საინტერესოა. თუმცა ელექტრომანქანები ძალიან ბევრი შემოდის საქართველოში, განსაკუთრებით ჩინური წარმოების, აუცილებლად ქსელის გარეშე ვერ განვითარდება. ინფრასტრუქტურა გვაკლია. და ამავე დროს რეგულაციების შემოსაღებია ელექტრომანქანების. გულისხმობ რას სტანდარტიზაცია არ გაგვაჩნია და დღეს ჩინური მანქანა იქნება, ჩინური სპეციფიკაციის ავტომობილი იქნება თუ ევროპული სპეციფიკაციის ავტომობილი, ორივე ხდება ნულოვანი გამბაჟებით და არანაირი რეგულაცია არ აქვს. როდესაც ჩინური ბაზრისთვის წარმოებულ ავტომობილს ევროპაში ვერ შეიყვანა. და როცა გამოფენაზე კითხულობ ჩინური მანქანის ფასს, ჩინური სპეციფიკაციით და ევროპული სპეციფიკაციით რადიკალურად სხვადასხვა ფასი აქვს. შენს მოგეხსენება, რომ ეს ფასი ტყუილა არ არის, ანუ რაღაცა არის სპეციფიკაციის თვალსაზრისით, ანუ თუნდაც crash test-ი რო ავიღოთ, რომელსაც ადამიანი ნაკლებად ფიქრობს ავტომობილის შეძენის დროს, ევროპაში crash test-ი თუ არა აქვს მანქანას გავლილი ვერ შეიყვანა. მეც ვფიქრობ, რომ მაგხრივ რეგულაციები აუცილებლად იჭირდება საქართველოს, რომ ისევე არ გახდეს სასაფლაო თუნდაც ახალი ელექტრომანქანების, რომელიც უფრო ძვირი დაუჯდება მერე ქვეყანას მოიშოროს, utilizatsiya გააკეთოს, ან სადმე გაუშვას გადამუშავებაზე. გავიგე, შენ დამოკიდებულება ელექტრომანქანებისადმი არა მარტო ჩემი, ავიღოთ Toyota, ავიღოთ BMW. ორივემ განაცხადა, რომ ელექტრომანქანები არა მომავალი და ფიქრობენ სხვა ალტერნატივას, რა თქმა უნდა, რომელიც უკვე გამოუშვეს კიდევაც, ზრავებიც არსებობს, საზღვაო სექტორშიც ანალოგიურად არის და უკვე მასიურად ალაპარაკდა მსოფლიო, ანუ ჩემი პირადი დამოკიდებულება ისაა, რომ ფიქრობ იარსებებს მსოფლიოში როგორც შიგადლის ზრავები, ასევე სხვა ალტერნატივები, ანუ ელექტრომანქანებიც, ჰიდროჯენიც, ანუ და შეიძლება კიდე რაღაცაც, ანუ რეალურად დივერსიფიკაცია მოხდება. ძალიან ბევრი წერს იმის შესახებ, რომ ამ ხელოვნური ინტელექტის განვითარებით რეალურად, არ ვიცი, რამოდენიმე კონფერენციაზე მოვისმინე, რომ პრაქტიკულად ზღორის პროფესია არ იარსებობს. სხვა საკითხია, ხა სიამოვნებისთვის დავждებით თუ არ დავждებით საჭესთან, მაგრამ ძალიან ბევრი ლაპარაკობს ამ self-driving მანქანებზე და იმაზე, რომ ტაქსი იქნება თუ მუნიციპალური ტრანსპორტი თუ ბევრი რაღაცა 20-30 დაახლოებით სახელდება როგორც პერიოდი, როდესაც რეალურად დიდი ცვლილება იქნება. შენ ამ ხედვას რამდენად ეთანხმები? არ გამოვრიცხავ, რეალურად რამოდენიმე თვის წინ ნიუსებს თუ ავიღებთ, ელონ მასკი მას შეთავაზა უკვე მსოფლიოს ტაქსი, სადაც მძღოლი არ არის. და დადის ეს მანქანები. სან-ფრანცისკოში და რაღაცებში, სან-ფრანცისკოში იაგუარის დადიოდა. კი. როგორც მახსოვს. მე გეტყვი, რომ 2011-ში ამერიკაში როცა ვიყავი ჩასული, ანუ ტრეკზე ვიყავით, ერთ-ერთ მოდელის წარმოდგენა იყო, იქ ვნახეთ self-driving მანქანები. ანუ ჯერ კიდე მაშინ ყავდათ. და ჯდარ ხარ ესე გვერდზე self-driving მანქანას? არა. რაღაც არც მინდა რომ ვიჩნდე. ანუ ჩემთვის ავტომობილი არაა გადაადგილების საშუალება. ჩემთვის მე პირადად ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ავტომობილზე ჯდომა და მართვა. აქედან გამომდინარე არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ვიჯდე ისეთ ავტომობილზე, სადაც ვერ მართავ და რაღაცა რომც მოხდეს, ვერც ვერაფერს ვერ ვიზამ. ეგეთი არ მინდა. თუმცა მაგას ვერ გავექცევით და ტექნოლოგიები ისე მიდის, რომ ნამდვილად გვიქნება.
დუბაიში და აბუ-დაბიში უკვე დაიწყეს ტესტირება საფრენი დრონების, ანუ flying cars, სადაც მძღოლი არ იქნება და ანალოგიურად ტაქსებად გამოიყენებენ, ასე რომ ჩვენ ბავშვობაში რასაც ფანტასტიკურ ფილმებს უყურებდით, რეალობაში მოდის. ფანტასტიკურ ფილმებში გვაქვს ნანახი, მე მგონი ყველაფერი science fiction-ი ყოველთვის მე 80%-ით მართლდება სინამდვილეში. იცი რა მინდა გითხო, როგორ ინარჩუნებ life work balance? რთულია, მაგრამ იცი რა, მუშაობა იმდანაც სიამოვნებას მანიჭებს, რომ რაღაცნაირად თან მუშაობ, თან განტვირთვასაც ვაკეთებ და თან ვისვენებ კიდევაც, ანუ რაღაცნაირად ბავშვობიდან ეგრე ვარ, ანუ ფაქტიურად ადრეული ასაკიდან დავიწყე მუშაობა, შევეგუი, ანუ სახლში მარტო ვერ გავჩერდები, ვერ ვისვენებ. დასვენების თვალსაზრისით თან უნდა ვიმუშაო და თან რაღაცა უნდა გავერთო. ანუ multitasking-ით ხარ დაკავებული სწორედ მესმის? თუნდაც იმას რასაც გეუბნებოდი, რომ ბათუმში ჩავდივარ სასრიალოდ, თუნდაც წყლიდან ვამოდივარ, მე კომპიუტერის მიდევს იქვე და წყლიდანვე მუშაობ, ანუ არ ვჭირდები. თან დასვენება შემოდის სამსახურში და თან დასვენების დროსაც შემოდის სამსახურში და ესეთი მყარი საზღვრები არ აქვს, სად იწყება რაღაცა და სად თავდება, თითქოს ეს შერწყმული გაქვს ერთმანეთთან? ეგრეა. საინტერესოა. შენ ახსენე მეუღლე და უფროსი. მაინტერესებს რეალურად შენ მეუღლეს რა როლი აქვს შენ ბიზნესში? პირდაპირ ნოლი, აბსოლუტურად არაფერი. ვიტყოდი, რომ ძალიან მიწყობს ხელს იმ თვალსაზრისით, რომ რაც მიყვარს ვაკეთო. თუმცა როგორ გიწყობს ამ ხელს ბარემ რო ჩაგეკითხო? თუნდაც ერთად რო ვარ და მე რო ტელეფონზე ვრეკავან, მეილებს ვაგზავნი, მაგ სივრცეს გაძლევს? მაძლევს კი. და ძალიან კარგი დედა, რომელიც ზდის 3 შვილს, ვსდით ერთად. ეხა რო ისმენდეს რო ზდით ერთად, თუ კარგად დამცინებს. მიუცეთ ის სივრცე, ალბათ რო უყურებს, მაგრამ გაიღიმებს. ყველაზე პატარა 14-ისაა, უფროსი 23-ის და შუათანა 22-ის. 22-ის. დიდი შვილები ყავს უკვე. გასაგებია რომ მათი შესაძლებელია, მაგრამ რამდენად გამოგდიოდა ბიზნესთან ერთად? კეთებასთან რომ ეს ძალიან აქტიური ბიზნესი იყო და სულ რაღაცნაირად იზრდებოდა და ხან ერთი კომპანია ემატებოდა, ხან მეორე, ხან მესამე, ხან ის. როგორ გამოგდიოდა შვილებთან ხარისხიანი დროის შექმნა? რამდენად გამოგდიოდა? ვაღიარებ რომ სამწუხაროდ არ გამომდიოდა. ანუ რეალურად განსაკუთრებით უფროსი და შუათანა ისე გაიზარდა, რომ ფაქტურად მე სახლში არ ვიყავი. ძალიან ბიზი ტაიმი. მე რომ მივდიოდი მათ ეძინათ, რომ მოვდიოდი ანალოგიურად ეძინათ. თუმცა კვირა დღეს, ყოველთვის დღესაც, ანუ ეხაც ერთად ვართ. და თუ დასასვენებლად მივდივართ, აუცილებლად ყველა ერთად მივდივართ. და დღესაც მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ დიდები არიან, თუ ვიტყვით, რომ სადმე მივდივართ, მოყვებიან. ანუ არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ აუ, ეხლა თქვენ წარით მარტო და ჩვენ არ გვინდა თქვენთან ერთად. ოკეი. და ქონია თავთოქი რომელიმესთან, რომელიც გეუბნებოდა სად იყავი მამა? არა. ანუ იციან სადაც ვარ. არაფერი არ გვაქვს ოჯახში დამალული. ანუ არც ერთ მათგანს არ უთქვია, სად ხარ ალბათ არა გეოგრაფიულად, არამედ მე რომ მჭირდებოდი იმ მომენტში. იმ მომენტში რა თქმა უნდა ყველა ვართ. როცა ბავშვი ჭირდება, მაგრამ არის მომენტები გაზდის, ანუ ბავშვი რო იზრდება, ფაქტია, სამწუხაროდ ნავაღიარო, რომ არ ყოფილვარ ხშირ შემთხვევაში და ამით თქვნით ჩვენ მე და ჩემი მეუღლე იდეალურ ბალანსს ვიტყოდი, რომ ძირითადად სოფო არ მუშაობს და ბავშვებს ზრდის და მე აქეთ კომპანიას ვდი. იცი რა მინდა ორივე მიდით რაღაცას, ანუ value creation-ი გაქვს გადანაწილებული, ხო? სოშეს ეკითხვა მაგ, რა გამოსდის მეუღლეს სოფოს? აი რა თვისებები აქვს, რომელიც შენ ფიქრობ, რომ შეგავს
ვიტყოდი იმურის გზნობას უფრო დიდი აქვს ვიდრე მე. ძალიან კარგად გამოსდის ბლოგერობა, ოღონდ არ უნდა რომ იყოს. შენთვის ბლოგერობს? არა, ჩემთვის არ ბლოგერობს. ანუ კარგად გამოუვა, დარწმუნებული ვარ, საკმაოდ ნიჭიერია მაგ თვალსაზრისით. მე ბლოგერობა არ გამომივა, იმიტომ რომ არ ვარ ეგეთი და რამოდენიმე დღის წინაც რომ დამირეკე და მითხარი რომ უბრალოდ SMS-ი მომწერე რომ პოდკასტზე კი გითხარი რომ სიტყვა ძუნწი ვარ და არ ვსაუბრობ მეთქი აქ კი ვსაუბრობ ბევრს მაგრამ ზოგადად ხო და მე მახარებს ეგ ფაქტი რომ ზოგადად არ საუბრობ და გადაწყვიტე რომ ისაუბრო სამაგარია ეს თემო არის რამოდენიმე კითხვა რომელსაც ტრადიციულად ვეკითხები ყველას ვინც ამ სტუდიაში მოდის რისთვის აკეთებ ამას ყველაფერს ასას აკეთებ? აი შენი პირადი მისია ან რისთვის აკეთებ ამას? სულ ერთია ტერმინს ხო არ აქვს მნიშვნელობა რას დავარქნა. ასაც ხომ. არ ვიცი ვინ რას პასუხობს, მაგრამ მე სიამოვნებისთვის. სიამოვნებს, რასაც ვაკეთებ, ძალიან სიამოვნებს და ყოველი ჩემი წარმატება ჩემთვის რაღაცის მოგებას ნიშნავს. ანუ მოგებას არა აუცილებელი მატერიალური თვალსაზრისით გადავიტანოთ, ნებისმიერი წარმატება რაღაცის დამატებით ადრენალინის გამოყოფს ორგანიზმში. რა თქმა უნდა, ვიტყოდი რომ ზოგადად ნებისმიერი ბიზნესი თამაშია, ოღონდ აქ თუ სწორედ განსაზღვრავ ყველაფერს, ყველა მხარე მოგებულია. ანუ გულისხმობ პარტნიორსაც, კომპანიასაც, თანამშრომლებსაც და ყველას. და მუდმივი თამაშია, რომელიც არ ჩერდება. ანუ ვერ გააჩერებ. თუ შეხვედი ბიზნესში და მოგწონს, რასაც აკეთებ, მაგას ვერ გააჩერებ და არ გააჩერებ. აზარტი და დრაივი მოაქვს ამას, ადრენალინს ასას ეძახი. რამ გაგაერთიანათ? აი რატო დაპარტნიორდით? საერთო აზრი, რომ შრომის მოყვარეობა, მისწრაფება, ჟილკა წარმატების, ალბათ რაღაც საერთო რაღაცებიც გვაქვს. რაც როგორც მე ვიტყოდი, პარტნიორი, კომპანიაც, თუნდაც თანამშრომლები და ოჯახი ძალიან გავს ერთმანეთს. როგორც ოჯახის შექმნის დროს პარტნიორს ირჩევ და ხარ წარმატებული და ბედნიერი, ანალოგიურად ხდება კომპანიაში, ადვილი არ არის ეს, მაგრამ ვიტყოდი, რომ ბედნიერი ვარ და კარგად გამომივიდა. ეხლა ჩვენ ადამიანები ვარ და ბუნებრივია ყოველთვის ვერ ვთანხმდებით, ანუ ზოგჯერ უთანხმოება გვაქვს, ზოგჯერ მწვავე უთანხმოება გვაქვს, ზოგჯერ კრიზისი გვაქვს, ზოგჯერ კონფლიქტამდეც მივდივარ. კონფლიქტამდე არასოდეს არ მივსვარ. უთანხმოებები და ვიტყოდი კამათი გქონია და კამათი პარტნიორებს შორის მუდმივად არის ჯანსაღი აზრის დასაბუთება. რა გეხმარება თქვენ რომ ამ კამათიდან გამოხვიდეთ შეთანხმებით და არა კონფლიქტის? იმიტომ რომ საერთო მიზანი გვაქვს ერთი წარმატება. და არც ერთს არ გვინდა რომ კომპანია დავაზიანოთ, არც ერთს არ გვინდა რომ ისეთი ნაბიჯი გადავდგათ, რომ მერე ვინანოთ. აქედან გამომდინარე ვკამათობთ. ჩვენ კომპანიაშიც ვკამათობთ თანამშრომლებთან, ანუ არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ მე ვარ ბიზნეს ოუნერი და დირექტორი და რასაც მე ვიტყვი, ის უნდა გაკეთდეს მაინც და მაინც. ანუ თუ რაღაცას ვხედავთ, რომ არასწორი გზით მივდივართ, ვჩდებით ვკამათობთ. კამათში იბადება ჭეშმარიტება, მე რომ მკითხო და თუ ამას პერსონალურად არ მივიღებთ, რომ თქვათ აუ რატო ჩემი აზრი არა, თუ ხედავთ რომ რომელიმე აზრი უფრო სწორია, იმ აზრისკენ მივდივართ. ანუ განსხვავებული აზრის მიღებლობა გაქვს მაღალი, როგორც მე ვისმენ. ანუ სხვანაირად ვერ განვითარდებით, ანუ არ არსებობს ყოფილა შემთხვევები, როდესაც თუნდაც მომხმარებელს სხვა აზრი ქონდა და თუ არ მოვისმენთ ჩვენი მომხმარებლის აზრს და არ გავითვალისწინებთ, მაშინ ჩვენი წარმატებაც არ იქნება. აი არსებობს თუ არა ბიზნესში, რასაც არც ერთ შემთხვევაში არ მოაწერს ხელს და არ დათმობ. ალბათ არსებობს. ოღონდ არ მიფიქრია მაგაზე. ანუ
საკუთარი, რა თქმა უნდა. აი რა ფასეულობას არ დათმობ შენსას. აი არც ერთ შემთხვევაში მაგას არ ვიზობდი. აი ამას ვერ დავთმობ. ბიზნესი ხო საკმაოდ ცოცხალი ორგანიზმია. ბევრნაირად გტესტავს ბიზნესი. პირველ რიგში პატიოსნებას გამორიცხულია. სამართლიანობას. მე რომ მკითხო, არ უნდა გაიყიდოს და არ უნდა გაიცვალოს და არ უნდა დაითმოს. რანაირი შედეგიც არ უნდა კონდეს. და საკმაოდ არ ვიცი, შეიძლება სარფიან ზელკაზე მოგიწია უარის თქმა მაგის გამო. ჩვენი ბიზნესიდან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ არ დამდგარა ეგრე საკითხი, თუმცა ჩემთვის ფული ყველაფერი არაა. რა არის შენთვის ფული? ფული არის მატერიალური განზომილება, რომელიც დღეს გაგდა ხვალ შეიძლება არ კონდეს. წარმატება მუდმივად გრჩება. მე რომ ჩემი პირადი აზრია და რა თქმა უნდა საჭიროა თუნდაც ის მატერიალური ფასეულობის ქონა, რომ დღეს წარმატებას მიაღწიო. მაგრამ ბედნიერებისთვის მაგალითად ფული არ არის აუცილებელი. ბედნიერებისთვის სიყვარული აუცილებელი, პატივისცემა აუცილებელი, ერთმანეთის დანახვის სიხარული არის აუცილებელი. რა ვიცი, ბავშვობაში ბედნიერებას რა გვანიჭებდა? ძალიან მარტივი რაღაცეები, ხო? მე რომ მკითხო, დღესაც ანალოგიურად ძალიან მარტივი რაღაცეები გვანიჭებს ბედნიერებას. ალბათ მე ვიტენით რაღაცა წარმოდგენებს, რომ ბედნიერება იქ თუ არ იქნება ბედნიერება არ მექნება, თორე ბავშვობაში ძალიან მარტივად ვახცევთ მაგ მდგომარეობას. ეს ბავშვებისგან ბევრი რაღაც ისწავლა შეიძლება სინამდვილეში. ეს მე გავაცნობიერე ჩემი სამივე ბავშვი რო გაიზარდა შედი არის. შენთანაც ისე გაიზარდა, ხო? ბევრი რაღაცა შემეძლო ვესწავლა, მაგრამ რო სამატარები იყვნენ. რა ბუნებრივად არის მოცემული რა თითქოს. აი სამი რაღაცა არის ალბათ რასაც ბავშვებისგან ყოველთვის შეიძლება რომ ისწავლო და ალბათ გული მწყდება რომ ესეთი გაცნობიერებები ზოგჯერ გვიან მოგდის. ეს არის ცნობის მოყვარეობა, სასწაული ცნობის მოყვარეობა, რომ ყველაფერს პირში იტენიან, ყველაფერს ინჯავენ რაღაცა. ალბათ ეს ღიაობა და გამბედაობა და ავტენტურობა ხშირად, გულწრფელობა და არ ვიცი, ალბათ ხალისი ცხოვრების. აი ხალისი ალბათ ისეთი სიტყვა არის რა, ანუ ბავშვი ხალისობს ბევრი რაღაცისგან და მე მგონია რომ ალბათ ერთ-ერთი თემა არის, რასაც კარგავ და მე თითქოს რაღაცა ისეთებს ვაკავშირებთ, რაც საერთოდ არ არის კავშირში. ნუ შეიძლება შენ ეძახი ბედნიერებას მე ხალის, მაგრამ და იგივეს გულისხმობ. საბოლოო ჯამში ცხოვრებით ტკბობა არის, ალბათ. Enjoy with life. ხო, აი ტკბები ცხოვრებით და რაღაცნაირად ისე. შეიძლება დამიხასიათო რანაირი გარემოს ქმნით თქვენ, რომელსაც მიყავხართ ამ წარმატებისკენ. რა არის ამ გარემოს ყველაზე მთავარი მახასიათებლები შენი აზრით, რაც ხელს უწყობს ამ წარმატების შექმნას და ზრდას? ერთიანობა, სტიმული წინსვლისკენ და გამარჯვებისკენ. შეიძლება მითხრა ერთი რიტუალი, რომელიც გააქვთ, რომელსაც აი რაღაცა მუდმივად იმეორებთ, რაღაცა მე დეტალები მაინტერესებს, განსაკუთრებით კომპანიაში არ ვარ დამუშავარი, მე ყოველთვის მაინტერესებს დეტალები. აი რამე ესეთი რიტუალი თუ გახსენებ. რიტუალის თვალსაზრისით არაფერი არ გვაქვს მაგ კუთხით, თუმცა ერთიანობის თვალსაზრისით ვიტყოდი, რომ საკმაოდ დიდხანს ერთად მოვდივართ, როგორც თანამშრომლები. და ან შენ მენეჯმენტ სტაფში საკმაოდ ბევრი აუცილებს ხალხი. კი. ის გაიზარდა. კი. საკმაოდ ბევრია, ვინც ახალებიც არიან, მაგრამ ისინიც ზუსტად ანალოგიურად ერთად მოვდივართ და ერთად ვიზდებით, თუნდაც დღეიდან 2 წლის წინ რომ მივიღეთ ანალოგიურად. ისევე დაუბრუნდები იმას, რომ ერთმანეთის პატივისცემა და ერთმანეთის სიყვარული. თემო, შენი აზრით რა აქვს ენტერპრენიორებს საერთო? მე კი ვეძებ ამ კითხვაზე პასუხს, მაგრამ სხვისი აზრიც მაინტერესებს. წარმატებისგან მისწრაფება. მისწრაფება წარმატებისგან. ეს არის რაც ყველა ენტერპრენიორს აერთიანებს. მე ვფიქრობ, რომ კი. ამ წარმატებას შრომა ჭირდება. მოაქვს შენთვის სიამოვნება, როგორც ხვდები, ხო? ჩემთვის კი. სხვა ადამიანისთვის შეიძლება სხვა რამე მოქონდეს. მე ვფიქრობ, რომ უმეტესწილად ყველასთვის სიამოვნება მოაქვს.
აი თუნდაც შენი მაგალითი ავიღოთ, ან ნებისმიერი ადამიანის მაგალითი ავიღოთ. მე ვფიქრობ, რომ ჩემ პირადად ჩემთვის მოაქვს. თემ ბევრი ადამიანი არის, რომელიც გვისმენს ახლა, ან გვიყურებს, რომელიც შეიძლება რავი, high school-ში სწავლობს, ფიქრობს, ვაკეთო ბიზნესი არ ვაკეთო. შეიძლება სტუდენტია, ან შეიძლება მენეჯერი არის რაღაც კორპორატიულ სამყაროში და ჯერაც ვერ ჩამოყალიბებულა, გააკეთოს თავისი თემა თუ არა. შექმნას თავისი ბიზნესი თუ არა. რას მოუწოდებდი ამ ადამიანებს? რას მიაქციონ ყურადღება, ან რატომ უნდა საერთოდ გაბედონ ეს ბიზნესი? აი რა არის მასში ასეთი ხელმოსაკიდი? პირველი დამოუკიდებლობა და შენი თავის პატრონი შენ თვითონ ხარ. ანუ შენი წარმატების თუ წარუმატებლობის მიზეზი ფაქტიურად შენ თვითონვე ხარ. თუ გინდა რომ დამოუკიდებელი იყო. მეორე ის რომ მისწრაფება წარმატებისკენ, მისწრაფება სხვა რაღაცის შეცვლისკენ. ანუ ხშირ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ისე ამოწყობილი, რომ თუ კომფორტულად არის, გარემოს გამოცვლა არ უნდა და მაგ თვალსაზრისით ცდილობს, რომ იყოს იმ კონკრეტულ ჩარჩოებში და რომ გამოდი ხარ მერე უკვე შეიძლება ნერვოზიც გემართებოდეს. რა ვიცი, ფიქრობ რომ უნდა წადონ. ხო. უნდა წადონ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ დროსაც ანალოგიურად როცა მე ვიწყებდი იყო ყველაფერი, ყველა ბიზნესი დაკავებულია, ყველა სფერო დაკავებულია, არასოდეს არ არის ყველაფერი დაკავებული. ყოველთვის შეიძლება უკეთესის რა თქმა უნდა და ნებისმიერ სფეროში. სოფლიო იზრდება, ტექნოლოგიები იცვლება, აბსოლუტურად სხვადასხვა ხედვებია და ის, რასაც მე დღეს ვერ ხედავ, შეიძლება 17 წლის ადამიანი ხედავდეს და აბსოლუტურად სხვა რაღაცით იყოს წარმატებული. მე ვფიქრობ, რომ უნდა წადოს ყველა. აი ხა ეს პოდკასტის ჩაწერის გამოცდილება რო გავიარეთ, ვის ისურვებდი რომ მოგესმინა სტუმრად ჩემთან. შესვენებაზე გითხარი, მე და შემოგთავაზე, რომ ასაკობრივი და ბარიერიდან გამომდინარე კარგი იქნებოდა, თქვა, ვინ ყავს საქართველოში, თქვა, ახალგაზრდა დამწყები ბიზნესმენები. მაგალითად, რამოდენიმე წლის წინ SKA გაიხსნა. SKA-ს მოსმენა იქნებოდა პირადად საინტერესო იქნებოდა, როგორ დაიწყეს, როგორ განვითარდნენ და როგორ ვითარდებიან, იმიტომ რომ მე რასაც უყურებ, საკმაოდ წარმატებულები არიან და მიხარია იქიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდები არიან და ჯერ კიდევ ბევრი რაღაცა აქვთ განსახორციელებელი და კიდევ უფრო მეტი გამიხარდება მათი წარმატების მოსმენა. მეგობრებო, ეს იყო დღევანდელი პოდკასტი და ჩემი სტუმარი, რომელსაც მადლობა მინდა გადაგიხადო. მადლობა დაპატიჟებისთვის. ამ საუბრისთვის, ღიაობისთვის, გაზიარებისთვის და გამბედაობისთვის. რაღაცა თემებს შევახეთ, რომელსაც ასევე გამბედაობა ჯერ. მე ვიცი, რომ ენტერპრენიორებს გამბედაობა არ უჭირთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ეგეთი თემა. მეგობრებო, გამოიწორეთ ჩვენი არხი იმისათვის, რომ ყველა მომდევნო პოდკასტს ავტომატურად ამოგიგდოთ შეტყობინება. მე ასევე მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს, რომელიც გვწერდა, გვიმსახურებოდა, გულშემატკივრობდა და თავისთავად მადლობა მაყურებელს და მსმენელს იმისათვის, რომ თავის ძვირფასი დრო დახარჯა ჩვენი მოსმენისთვის. წარმატებით. დიდი მადლობა. აბა. Hello. მადლობა.